ღამემშვიდობისა, მეგობრებო, შუა ღამემშვიდობისა პირველის ნახევარია. 18 ივნისი დაიწყო. როგორ გითხრათ არ შემიძლია რა. ვეცდები რომ ისე წყნარად ვისაუბრო, როგორც YouTube-ზე ვსაუბრობ ხოლმე ლაივებში რა და ერთმა მომწერა დღეს რომ მეო ვიციო, კარგად ვცნობო იმ ადამიანებსო, ვიცა მოგნიშნოთ ყველა. კარგად ვცნობ იმ ადამიანებსო, ვინცო წინასწარმეტყველებსო და იმის მიზნითო რომ გაყვნენ ხალხიო და მიმდევრები გაიჩინოსო, რაღაცებს აკეთებსო და რაღაცები იბოდიალა რა და აი მე ახლა რა მინდა რომ გითხრათ რა, ამ ბოლო დღეებში მე დავირქვი თამარ მეფეც და ამ ბოლო დღეებში სულ სხვანაირად ვსაუბრობ რა, ახლა როგორც YouTube-ზე ისე Facebook-ზე და მე მესმის რომ ხალხი ცოტა ვერ იგებს რას ვაკეთებ. ეხლა არც ალოსობაა ის რასაც მე ვაკეთებ და არც ვერ იგებს რა, ხალხი ვერ იგებს. ეხლა მე არ მიკვირს რომ ვერ იგებს, იმიტომ რომ ამას ის რომ გაიგო მე რას ვაკეთებ, აუ ძალიან ძლიერი გონი უნდა გქონდეს რა, ძალიან ძლიერად ჩახედული უნდა იყო დეტალებში. ხო და უბრალოდ რა არის იცი? აი ნახე მე რა მინდა ვთქვა. პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ საერთოდ არავის არ ვეუბნები რომ გამომყევით. და მეორე კიდე არც არაფერს წინასწარმეტყველებ, კაცო, მე უბრალოდ ნახე ხედავ შედეგს, ეხლა რაც ხდება და ვიცი რა მოყვება ამას. და გეუბნებით, აი ამას მოყვება ეს. მეტი არაფერი რა. არ გააკეთებთ ამას, მოყვება ეს. წინასწარმეტყველება არ არის ეგ. წინასწარმეტყველება არის აი იოანემ რო იმი წინასწარმეტყველა რომ ეს და ურჩხული ამოვა ზღვიდან და იმას იზავს და დააჭრის თავს და წითელი მეძავით რაღაცა დებილობები რა, არარეალურია და ქრისტემ გადაუხსო ყველა წინასწარმეტყველებას ხაზი რა. ეხლა რაც შეეხება თამარ მეფობას რა. რამდენიმე მკითხა და კიდევაც იქ რაღაცა იღლაბუცა რომ აიო თურმეო მეგობრებში მყოლია თამარ მეფეო და სად ვეძებთ ჩვენო რაღაცეები რა. ეხლა რა მინდა გითხრათ ამ თამარ მეფეზე რა. ბიჭო, გულები გაუსკდათ ხალხს იმაზე რომ ვიღაცამ თქვა რომ თამარ მეფე ვარო, ხო? ვიღაცამ. აი ხო ყური მსგავსმა. და თან თამარი ქვია მასაც რა. ანუ მე თამარი მქვია და ზოგიერთმა იფიქრა რომ აი მე რას მოგვიტანს ეს ვთქვათ. რას მოგვიტანს? ერთმა მომწერა რომ მეო გითხარიო რომ სალოსობა მოგიხდებაო და შენ კიდე მეფობა აირჩიო. და მე უპასუხე ესეთი რამე რომ მეფობა კი არ ავირჩიეთ შემოკარგო, მეფედ გამხადეს მეთქი რა და ეხლა რას ნიშნავს ეს ხალხო, აი როგორ მინდა რომ გაგაგებინოთ ისე როგორც ვამბობ მე ამ ყველაფერს რა. ზოგიერთის თავში ახლა ვიცი ძალიან დიდი ამპარტავნება არის, რას ხედავს ისე შემში, აუ რა ამპარტავანია ეს გოგო. იმიტომ რომ მასში ძალიან დიდი ამპარტავნება არის და მეფე რადგან უწოდე თავს, აუ რა ამპარტავანი ვარ დედა ბიჭო. ეხლა მე გეტყვით მე როგორ ვუყურებ ამ მეფობას რა. ბიჭო, აი არსებობს ადრეს ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, არსებობს მაგას რა ქვია ქართულად, ბერუფ პროფესიები, ხო? მასწავლებელი, პროფესორი, მენაგვე, კარისკაცი და რა ვიცი 1000 გვარი პროფესია არსებობს, ხო? მეცნიერი ვთქვათ. აი მე გეტყვით რა, მეფობა არის რა? რა არის მეფობა? არაფერი არ არის მეფობა. მეფობა არის მონობა. დედას ვიცავ თუ ეგრე არ იყო. მეფე, ყველა მეფე მონა იყო, ვისი თავისი ერის. ახლა არ მითხრათ ვინმე რომ ერი ემსახურებოდა მეფეს. თქვენ თუ ესეთი გადმოტრიალებული წარმოდგენა გაქვთ მეფეზე, აი არ ვიცი რა, მაშინ არ იცით რა არის მეფე რა არის. და ყველა მეფე არის მონა. გესმით? ეხლა წარმოიდგინე რომ მე როდესაც ვამბობ რომ მე თამარ მეფე ვარ და ამ შეგონებით ვამბობ რომ მე ვარ მონა. დედას ვიცავარ თუ არ ვამბობ და მე ვარ მონა.
აი აქ ამ სატანჯუელში მონები ვართ ყველა რა. სანამ არ გავაცნობიერებთ ერთ რამეს, რომ ყველაფერი თავდაყირა დგას ხალხო. ეხლა კარგი გავანებოთ ამ მონობას, თავი თქვათ ვიღაცას წარმოუდგენია, რომ მეფე და დედა რა უწოდა თავის თავს, პრეზიდენტია. აი არ ვიცი მე რა აგიჟებს ხოლმე ამ ხალხს, მეფე, თამარ მეფე რო ვთქვი ვარ, თქო? აი ვინ გაიგებს მე თამარ მეფე ვარ თუ არა მართლა რეალურად რა? ვინმე გაიგებს ამას? დაასკვნის? ვინმე გამოიძიებს ჩემს გარდა? მაგრამ არა, კი არ გამოიძიებს. მაგრამ იტყვის ესე, აუ ამას თამარ მეფე გონია და ბევრ რაღაცას მოაბავს კუც იმას, მაგრამ გამოძიებით არც ერთი არ გამოიძიებს ამას რა და ეხლა კითხვა ჩდება. მე რას ვუკეთებ ჩემ თავს ამით, რომ ამბობ, რომ ბიჭო ამ ხელა პუბლიკის წინაშე ვამბობ თამარ მეფე ვარ და არ მეშინია რომ ჩამქოლოს ხალხმა და არ მეშინია ის რომ აი თქვათ დამცინოს და აი ჩემი კარიერა ამით დასრულდეს რომ აი მე უწოდე ერთხელ ცხოვრებაში თამარ მეფე ვარ მეთქი თავს და შო კაცობრიობამ ჩამქოლა თქვათ ეხლა აი ვიღაცა თუ გონიერია და მიცნობს მე რას ვაკეთებ ხო გეტყვით რა აგიხსნით რას ვაკეთებ კარგი მე თვითონ აგიხსნით, თქვენ თუ ვერ ხვდებით. მე ვარ ტრანსცენდენტალური ფსიქოლოგი. დავანებოთ ამ ფსიქოლოგობას თავი რა, აი ფსიქოლოგი არის რაღაც დებილური სიტყვა, მე არ მომწონს ეგ სიტყვა. ტრანსცენდენტალური სულის მეცნიერი ვარ რა. რა არის ტრანსცენდენტალური? საკუთარი ჩარჩოებიდან გარე, აი ჩარჩო რა არის? ნახე, მე მქვია თამარი. ხო? რო გითხავ, რა ქვია შენ? თამარ გეფარდი. აი ეს არის ჩარჩო. всё, შენი თავი მოაქციე თამარ გეფარდი. ხარ და всё, იმის იქით ვეღარ წარმოგიდგენია რა შეიძლება იყო რა. როგორ უყლევებ? რას უყლევებ? მოიცადე დავით, იცი რა, მოდი ახლა დაგაყლევებ შენ და დაგბლოკავ. რატო უნდა ვიშალნერებ. ხო და წარმოიდგინე რომ ეხლა ხარ თამარ გეფარდი ქვია, აი ვიღაცას ნინო ქვია, ვიღაცას რაული, ვიღაცას როლანდი და ასე შემდეგ. აი ამის იქით შეგიძლია რომ წარმოიდგინო შენი თავი, ვინა ხარ კიდე? და თუ შეგიძლია წარმოიდგინო რომ აი მაგ რისკზე წახვიდე რომ შენ თქვა, რეალურად სერიოზულად თქვა რომ შენ ხარ თამარ მეფე. წარმოიდგინე, მე ხო ვიცი რაც მომივა, ხო? აი მაგალითად იყო სოფია ლოგოსი ერთი, რომელიც გამოვიდა ტელევიზიით და თქვა მე ვარ თამარ მეფის რეინკარნაციაო რა. და ხალხი დაესია ჩაქოლა და გოგო გაანადგურას ფსიქოლოგიურად, ну რა ვიცი რა უკნა. მე ხო აი ამ ყველაფერს შევესწარი, მე სოფია ლოგოს ვიცნობდი რა და ვიცნობ. და შევესწარი ახლა ამ ყველაფერს რომ იტყვი თამარ მეფე ვარ რომ ჩაქოლოს, საზოგადოება ჩაქოლოს. მაგრამ მე ვარ ტრანსცენდენტალური რა, მე მიყვარს გამოწვევები. არავისი არ მეშინია რა, აბსოლუტურად არც ჩაქოლის არ მეშინია, რო დამხვიტონ არც იმის მეშინია და არც იმ სროლების მეშინია, რასაც თქვენ ისვრით ხოლმე ხანდახან Facebook-იდან რა. და ხა ნახე, რა არის ტრანსცენდენტალური? ამბობ იმას ვინც ხარ. მაგალითად მე ვარ თამარ მეფე. ეხლა დამიმტკიცე რომ არ ვარ თამარ მეფე რა ძალიან გთხოვ. აი შენ უნდა და შენ თუ რამე საწინააღმდეგო გაქვს, ესეც ოკეია, მაგრამ თუ გაქვს საწინააღმდეგო, მაშინ უნდა გქონდეს არგუმენტი, რატო რა გაქვს საწინააღმდეგო და ვისთან და რა. აი მაგალითად შენ გაქვს საწინააღმდეგო ჩემთან და მეუბნები, შენ რა თამარ მეფე ხარ გოგო? და ასაბუთებს. ჯერ რანაირად გამოიყურები, როგორ ლაპარაკობ, რანაირად გაცვია, თმები შეღებილი არ გაქვს, გაწეწილი თმებით დადიხარ, ქართული ენა ვერ წერა კითხვა არ იცი. აი ჩამოთვალე არგუმენტები და ამით უკვე აკეთებ რას იცი, რომ აი შენ ამბობ ესეთ რამეს, რომ თამარ მეფეს ესენი ყველაფერი ქონდა სხვანაირი, ვიდრე შენ გაქვს. ეხლა მე გეკითხები შენ, გიტრიალებ რა. კარგი, მე მაგალითად ესე ვლაპარაკობ. შენ
დამიმტკიცე, რომ თამარ მეფე ესე არ ლაპარაკობდა რა. შენ დამიმტკიცე, რომ თამარ მეფე არ უშვებდა შეცდომით. თქვენ ნაწერი თამარ მეფის ხელწერა ნანახი გააქვთ. თქვენ აი თამარ მეფის დაწერილი, ხელით დაწერილი ნანახი გაქვთ, რას გავს? გავანებოთ მაგას თავი რა. თქვენ თამარ მეფის საკითხები იცით, გაგირკვევიათ, წაგიკითხავთ სადმე ვიღაცამ თქვა, რომ 1213 წელს რომ გარდაიცვალო, ეგ უკვე დაგავიწყდაო. არა, 1213 წელს არ გადაცვლილა თამარი, 1202 წელს გარდაიცვალა თამარი და გარდა მაგისა, აი შენ თუ გაქვს რამე, აი შენ მითხარი რა, რომ თამარ მეფე სხვანაირად გამოიყურებოდა. და მომიყვანენ მტკიცებულება, რომ აი აქ მაქვს მე ნანახი თამარ მეფე, აქ მყავს თამარ მეფე ნანახი და აქ მყავს თამარ მეფე ნანახი, რომ არ აკეთებდა ეგრე. როგორც შენ, მაგალითად, შენ გაქვს პრეტენზია, რომ მე ესეთი არა, თამარი ეგეთი არ იყო როგორც შენ. და მე გეკითხები, საიდან იცი, აი რა იცი? სადმე წაკითხული გაქვს, დანახული გაქვს, იმწყო გახსენებული გაქვს რა. აი მე მტკიცე რა, დედას ვიცავ, დამიმტკიცე, რომ ეგრე არ იყო. დამიმტკიცე, რომ თამარი ისე არ გამოიყურებოდა როგორც მე. დამიმტკიცე, რომ თამარი არ იგინებოდა. დამიმტკიცე, რომ თამარი არ იწყევლებოდა. დამიმტკიცე, რომ თამარი ისე არ იცავდა როგორც მე. შეგიძლია ამის დამტკიცება? გაკოცებ, ჩაგიხუტები, მეკეთ ჯიგარი ხარ რა, ძმაო, აი შენ მიხვდი, მე რას ვაკეთებ რა. თუ ვერ დამიმტკიცე. მაგარი ხო ვიცი, რომ ძალიან მაგრად გეზარება წიგნებში ჩახედვა და გადაქექვა იქ თამარი რას აკეთებდა და რას არა და რეალურად როგორ იყო თამარი და მაგრად გეზარება რა. და იმათაც ეზარებათ, ვინც იძახის, რომ თამარი ვარო რა, თამარ მეფე ვარო. და აი მე რო თამარზე ინფორმაციები მაქვს. თქვენ ეგეთი არც მოგელანდებათ, არც დაგესიზმრებათ, იმიტომ რომ გეზარებათ, არც დრო გაქვთ, არც თავი გაქვთ, არც ნერვები. რომ თამარ მეფის ცხოვრება ძირეულად გაიცნოთ, როგორც მე გავიცანი რა. ფესვში ჩახვიდეთ. ეხლა ვიღაცამ მკითხავს, რა გთქინდოდა, რაში გჭირდებოდა თამარ მეფე რო გაიცანო. ბიჭო, რეჟისორი ვარ და მსახიობი ვარ. ასევე სცენარების ავტორი ვარ და არქეოლოგი ვარ. ყველა ეს 4-ვე გავაერთიანე და ყველაფერი აბსოლუტურად გავარკვევ. მე რო სცენარს წერდი თამარზე. ბიჭო, როგორ გინდა თამარზე სცენარი დაწერო, თუ არ გაიცნობ მას? და თუ გაიცნობ, საიდან გაიცნობ, მოგელანდება, საიდან არა, რაც წერია, უნდა წაიკითხო. მერე კიდე სხვა გზებით გამოიჯო და ასე შემდეგ. ეხლა მე გეტყვით რა ყველას და ძალიან გთხოვთ, ვინც გაიცინებს თქვენს წინაშე, ჩემზე რა და უთხარით რა. აი ესე უთხარით რა. რო აღმოჩნდეს თამარ მეფის რეალურად თამარ მეფე. რო აღმოჩნდეს თამარ მეფის რეინკარნაცია, აი მეორედ მოსული თამარ მეფე, ხო? მერე რას იზავენ? ისინი რას იზავენ მერე? ანუ ბოდის მომიხდიან, იტყვიან, უი, ჩვენ საცოდავები ვწდებოდითო, თუ რა? ან მე რას ვიზავ? მე რა ვთქვათ, აღმოჩნდი ახლა თამარ მეფის რეინკარნაცია, ხო? მეორედ მოსული თამარ მეფე ვარ რა. და რა მე რა მაგით რა იცვლება რამე ჩვენ ცხოვრებაში? აი მაგალითად, იგივენაირად ვაგრძელებ ცხოვრებას, იგივენაირად. ან ხდება ცვლილება, რომ კაცობრიობის ცნობიერი აბსოლუტურად შეიცვლება და ითქვის, ვა, ეს ყვავყორნები რო გვატყუებდნენ, რომ რეინკარნაცია არ არსებობს, აგერ თამარმა დაამტკიცა, რომ არსებობს. და ცნობიერება გამოფხიზლება ხალხი. სულ სხვანაირად დაიწყებს აზროვნებას. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მე ხალხი ნანახი მყავს, რომელსაც ვეკითხები, ბიჭო, შენ მეკითხები მე წერილზე, როცა აგერ ვზივარ და შეგიძლია მკითხო, თამარ, აი, მართლა ხარ? არ გიკვირს მე რასაც ვიძახი, მე ვთქვი, აი, არ გიკვირს მე რომ მართლა აღმოჩნდე თამარ მეფე, არ მიკვირსო. არსებობს ეგეთი ხალხი, ვისაც საუბარი მაქვს. ეს ამბავი შენ მე არ გაგაკვირვებს, მე ვთქვი, რომ მე მართლა აღმოჩნდე თამარ მეფის რეინკარნაცია, მე არაფერი არ მაკვირვებსო. ესეთი ხალხიც ნანახი მყავს და ნალაპარაკი. მე არაფრის არ გამიკვირდება. და ბიჭო, მე იცი რა არის? მე მაგრად გამიკვირდება. მე რასაც გეუბნებით თქვენ, რომ ის მართლა აღმოჩნდეს, მე მაგრად გამიკვირდება თქო გეუბნებით და
ხალხი არის არ გაუკვირდება. წარმოგიდგენია იმ ხალხის აზრში მინდა ჩავიხედო რა. მე რო გავიგო ეხლა რომ აი დავით აღმაშენებელი დგას ჩემს წინაშე, ხო? ბიჭო, გამოვშტერდები, დედას მიწევარ თუ არ გამოვშტერდე. და ვიტყვი, ვა თუ მართლა. ჯერ ხომ მაგრად დამაინტერესებს და ჩავეძიები თუ დრო მაქვს და თავი. და თუ აღმოჩნდა მე გამიკვირდება კი არა, თქვენზე მეტად მე გამიკვირდება თამარმების რეინკარნაცია, რომ აღმოჩნდა დედას მიცავარ რა. აი ახლა, მე ახლა რას ვაკეთებ, იცი, ვაკეთებ ტრანსცენდენციას, რომ მსგავსება ვარ. თამარი მქვია, იმის ქმრის მსგავსი მეუღლე მეც მყავს. იმის დროს, როცა მან პირველი შვილი გააჩინა, მეც გავაჩინე. ის და ის. ეს და ოღონდ მაინტერესებს რა, ეს რა ფენომენია მაგის დედავატირე რა. დავიჯერო მართლა არსებობს რეინკარნაცია? აი, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე ვიტყვი მაგას, რომ დავიჯერო მართლა არსებობს რეინკარნაცია. მინდა რომ დავიჯერო რა, იმიტომ რომ ბიჭო, აბა ეს რა აფეთქებულობის ფენომენია ეს, გამაგებინეთ რა. რა დედა აფეთქებულების ფენომენია, რომ ერთი და იგივენაირად შეიძლება, რომ აი ესე ემთხვეოდეს ყველაფერი? აი, მე მაგრად მაინტერესებს. თქვენგან განსხვავებით, მე მგონი მე ყველაზე თამარს აღმოჩნდებისა გახსოვს რაღაცეები იმ დროინდელი? რა თქმა უნდა, მახსოვს მარიამ. მახსოვს, მე მახსოვს. იმხელა მახსოვრობა მოდის, რომ აი, ნახე, ერთხელ, როდესაც მეუფესთან საუბრობდი, ვკითხე მეუფეს, ერთ-ერთ მეუფეს რა, რამდენს ვიცნობ. მე მეთქი, ყველაფერი ვთქვი მეთქი, რაც სათქმელია თქო რა და რას ელოდებიან მეთქი ის ხალხი თქო, ვინც ელოდებოდა მეთქი ზუსტად თამარ მეფის გამოჩენას თქო და კიდევ რას ელოდებიან მეთქი, ჩემ დაძახებას თქო და იცი რა პასუხი გამცა, რაც ძალიან გამიკვირდა რა. კიდე ელოდებიან იმას, რომ კიდე რამდენი იციო, გესმის? და კიდე რა იციო, გესმის და იცი რა პასუხი გავეცი? მე ყველაფერი შემიძლია ვიცოდე, ანუ ყველაფერი ვიცი. თუ გამოვიძახებ მეხსიერებას, ყველაფერი ვიცი, ყველაფერი გამახსენდება. მაგრამ მეხსიერების გამოძახება სჭირდება ენერგია. ამისთვის, ან ენერგია კიდე როგორ სჭირდება, იცი? ინტერესი უნდა გაგიჩნდეს რა, რომ აი გამოიძახო რა, იცი, რომ აი ხა თქვენი წარსულიდან, ხო? ყველაფრის გახსენება მოგინდებათ, ხო არ მოგინდებათ, ყველაფერს რო დაჯდე და გაიხსენო, იმდენი ენერგია და დრო წაგივა, რომ სურვილი არ გაქვს რა, რომ ეხლა გაიხსენო ის დრო, როცა მე მირყავდნენ თქვათ, ან რაღაცა საშინელი დრო არ გინდა რომ გაიხსენო. მაგრამ სადღაცა ხო ჩდება აი ინტერესი, რომ აი ზოგან სუნი მოგივა ისეთი და ეს სუნი გაგახსენებს იმ დროს რაღაცა ეს ბავშვობას მახსენებს. აი რაღაცა მომენტია, რომელიც უცბად გახსენებს. ეს ესე არ იყო მაშინ. ეს აი დეჟავიუ რა არის. ეს მომენტი ნანახი გაქვს, ხო თქვათ? და ეხლა ნახე, მე რომ გავიხსენო ყველა ის ინფორმაცია, რაც მე მაშინ მე-12 საუკუნეში გამივლია, ხო? მაგისთვის ერთი ცხოვრება არ მეყოფა ხალხო. ანუ ყველაფერი რო გავიხსენო არ მეყოფა, იმიტომ რომ არც ენერგია მეყოფა და არც დრო. ამიტომ ნახე რას გაწვდიან ზეციდან, რაც მნიშვნელოვანია. იმას გახსენებენ ხოლმე რა და ესე ვუპასუხე მე ამ მეუფეს. მე ყველაფერი შემიძლია გავიხსენო. მაგრამ დღეს მე რაც არ ვიცი, ხვალ შეიძლება ვიცოდე. გესმის? ანუ დღეს შეიძლება ის მახსოვრობა, რაც მაქვს, არ ვიცი, არ გამიხსენებია, მაგრამ ხვალ მომენტალურად დამჭირდეს და გამახსენო. გესმის? ეხლა ზოგჯერ მავიწყდება ხოლმე იმ სიტყვას რა ქვია და ვიხსენებ და ტვინი ჩართულია და ვერ გამახსენე, აი მაგრამ კარაბადინი მინდოდა გამიხსენებინა იმ დღეს, ვერ გავიხსენე. მაგრამ მე მომენტალურად ცაკ და გაგახსენდება, კარაბადინი არ ქვია, ხო და მე ბიჭო, იცი რა არის? აქ არის დროის გადანაწილება რა. ყველაფერი შემიძლია გავიხსენო, მაგრამ რისთვის? კითხვა ისმის, რისთვის უნდა გავიხსენო? რატო უნდა ვხარჯო დრო? რომ აი მაგალითად მე ახლა რაც გამახსენდა იყო სცენარზე მუშაობის დროს, სცენარებს რო წერდი,
აი როგორ მახსენდებოდა, იცი? ბიჭო, ცრემლებად ვიღვრებოდი მეთქი. ერთხელ გამახსენდა სცენა კითხვა სვავდა გახსენდება რა და ვფიქრობდი რა, როგორ იყო მეთქი ეს რა, აი როგორ განვიცადეო, რო ამიტყდა ტირილი და რო გამოვიდა მთელი ეს აი მაშინ დელი დაგროვილი, მთელი ის დარდი რო გამოვიდა და სრემლებად დავიღვარე, თან საჭესთან ვიჯექი და ვეღარ ვხედავდი, უკვე ვერც ვაჩერებდი, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ აი არ ვიცი რა და გამოვიდა და დავწყნარდი. მერე რა მოხდა ეხა, აი მაშინ როცა ფსიქოლოგთან ვიყავი, მაშინ ვიხსენებდი დემეტრე უფლისწულის ამბებს რა და აუ რა დღეში ვიყავი, იცით რა დღეები გაიარა მოკლედ გაიარა ესე მესამე პირში საუბრო, მაგრამ მე რო გამახსენდა რა დღეები გავიარე, ხო? არ ვიცი ხა იმ ფსიქოლოგმა შეიძლება იფიქრა რომ მე ვერ ვარ კარგად რა, მაგრამ აი როგორ აუხსნა ხალხს არ ვიცი. შევეცოდე იმ ფსიქოლოგს ჩამეხუტა, იმიტომ რომ იმ გრძნობით ვიტირე მე მის წინაშეც, რომ შანსი არ არის რა რომ ითამაშოს ეგეთი რაღაცა ადამიანმა, რა თუ არ გაახსენდა. სხვისი გავლილი ცხოვრების გამო რატო ვერ იტირებს? ანუ იმ ემოციით ვერ იტირებს. იმ ემოციით ვერ იგრძნობს რა ემოციითაც მე ვგრძნობდი იმ გახსენებებს რა. ეხლა უყურე, მე როდესაც ვიხსენებდი ამ საკითხებს, სწორედ მაშინ მოდიოდა ინფორმაციები გარე სამყაროდან, იმანის მომაწოდა იქიდან იმანის მითხაი და აი როგორ მეხმარებოდნენ, იცი? აი თითქოს მთელი ჯგუფი არის აქ ჩამოსული, თავისი გეგმით რომ აი შე რო ეს ამ მომენტში იქნები, მე ამას მოგაწვდი, ის იმას მოგაწვდის, ის იმას მოგაწვდის და ეს შეიკრება ერთი გუნდი და ამითი რაღაცა მეხსიერება აღდგება. მე ხეს იერება და აი ესეთი რაღაცები ხდებოდა და მე ეხა ფიზიკურობა როგორი რაღაცაა, იცი რომ სული ხო უკვდავია და ფიზიკური არის ვერ უძლებს ამ ყველაფერს და მე გასვენებენ ხოლმე რა დიდი ხანი. თუ არ დაისვენებ ამ მომენტებისგან, შეიძლება გარეკო. გესმის? ამიტომ აი შეიძლება ერთი მომენტი გაიხსენებინათ შემთთვის, იმდენად რთული და მძიმე პერიოდი, რომ მე დამესვენა 1 წელი რა. 1 წელი უკვე აღარ მიმეხედა ამ საკითხისთვის. მე მითხრა ამან სხვათა შორის იმ ფსიქოლოგმა, იმან ძალიან ბევრი რამე იცის თამარზე რა და მითხრა რა რომ გაანებეო მაგას თავიო, იმიტომ რომ რო გაიხსენო, ძალიან რთული ცხოვრება აქვს გავლილი თამარსო რა. და ცოდო ხარო მითხრა რა და მე უთხარი რომ ვიცი მეთქი, მაგრამ ამის ტრანსფორმაცია შემიძლია მეთქი რა. ეს და მაშინ მივხვდი მე რომ თუ მე ეს არ გავაკეთე ახლა, ვერ გასუფთავდება, ვერც ის დრო, ვერც ეს დრო. ის რაღაცა ჩამყაყებულია, ის მთელი დარდი, რაც თამარმა დატოვა და რო გავიდა, თამარს ხო არ ამოუხსნია რა თავისი დარდი. იმხელა დარდები აქვს, ხო? ეხლა რომ მოვედი, ხო უნდა რაღაცნაირად აი კარმის გასუფთავება ხო ხდება. ესე ხდება კარმის გასუფთავება, რომ გაიხსენო და აპატიო, იმას მიუტეო, ის დაივიწყო, ის გაიაზრო. თუ არ მოხდა, სადღაცა ასტრალში არის გაჭედილი და დამყაყებული ეს რაღაცა, დარდი. და ვინ გააკეთებს ამას? სხვა ვინმე გააკეთებს თამარის გარდა? ეხლა თამარის ცხოვრებაში ვინმე მოინდომებს და ჩავა და მოდი ისი თამარს გაუსუფთავებ ცხოვრებას. რა თამარს გაუსუფთავებ ცხოვრებას? აქეთ ევედრებიან მიშველეო. აქეთ ევედრებიან თამარ მოდი მიშველეო კაცო და ის ვინმე წარმოიდგენს იმას რომ თამარს აქეთ აქვს საშველეი? არა, ვერ წარმოიდგენს და წმინდანობა მიაწერეს. რა დროს თამარის წმინდანობაა, ბიჭო, იმდენი რაღაცა აქვს დაგროვილი, გასაწმენდი. რომ დედას ვიცავა, აი გასაწმენდი როგორც თავისი შინაგანი, თავისი პიროვნება, აბსოლუტურად გადაუსვეს ხაზი მის პიროვნებას.
მის პიროვნულს, მის სურვილებს, მის ცხოვრებას აიღეს და მონად დასვეს დედასპიცა ვარ. აი რო იცოდეთ მე რას ვლაპარაკობ ხოლმე, რომ ვამბობ თამარ მეფე ვარ მეთქი. თქვენ რო ის იცოდეთ თამარ მეფეს რა ჯოჯოხეთი აქვს მართლა გავლილი, არც შეგშურდებოდათ, არც გაგიკვირდებოდათ, შეგეცოდებოდით ბიჭო, შეგეცოდებოდით, რომ აუ რართული ის ქონია რა ამას, რართული სული აურჩევიაო, თუ რა ვიცი იტყოდით ეგრე, რომ აი რამდენი აქვს სამუშაო, რომ გაწმინდოს თავისი. თამარმა რაც მაშინ ვერ გააკეთა. არ ალაპარაკებდნენ გას. ბიჭო, დედასვიცა ვარ. აი პირი ქონდათ შაკეტილი რა თამარზე რა. არავის ხო არ უშვებდნენ თამართან. გარდა ამ საზიზღრებით ყვავყორნების. არც აბა რამე ეთქვა. ვის ეტყოდა ისე ყვავყორნებს? თამართან ვის მიუშვებდა? იზოლირებული ყავდეთ, აბსოლუტურად იზოლირებული ყავდეთ. ისა რუსოდან დედოფალი უგვარებდა ჯარისკაცებთან და იმებთან ყვავყორნებთან საქმეებს. თამარი ყავდეთ აი როგორც მარიონეტი რა, დედასვიცა ვარ. მაგარი რაღაც სერიალები გაიჩიტა ახლა ის ლილიტი და კაციასი. კიდე მეორე მხარე არის, ჩემია ხარო, გესმის, რას ეუბნება ეს? ჩემი ხარო, მესაკუთრებული ყავდათ თამარი ყვავყორნებს. დედასვიცა ვარ, მაგას მერე ზაქარია მიხვდა. როგორ მიხვდა, იცი? აი მე გავიხსენე, ახლა ბოლო დროს გავიხსენე. აი ამ ვერავინ ვერაფერს ვერ უშველიდა რა თამარს. ეხლა აი რამდენიმე კვირის წინ გავიხსენე რა, იცი, ცრემლებად დავიღვარე დედასვიცა ვარ, რატო ხდება ზაქარია მხარგრძელი თამარ მეფის პირადი მცველი, თუ იცით რა. აუხსნელი და გასაოცარი მომენტებიაო, სხვისთვის დაუჯერებელი არის. კი ისო მე არ მიკვირს, რომ დაუჯერებელია სხვისთვის. ახლა კაცობრიობა რომ სულიერებაში ვერ ერკვევა და ჯერ მარტო იმაზეა დამოკიდებული, რომ ფული როგორ იშოვოს. ახლა მე რო დამინახო, წარმოგიდგენია ეს გიჟი ვერ არისო, იტყვის, რა თქმა უნდა იტყვის. აუ როგორ დაბმულიყავთ საზოგადოება, იცით? სულს ყავთ მოწყვეტილი, მაგრამ გავანებოთ, ახლა მე გეტყვით რას, იცი? სანამ დამავიწყება. როგორ მიხვდა ზაქარია მხარგრძელი თამარ მეფის გასაჭირს. იქ არის ერთი მომენტი. მოიცა ერთი წუთით, ეხლა ვიგეტყვით, ეხლა რაღაცა მინდოდა და არ დამავიწყეს მეკცევა აზრი და უნდა დავიჭირო, თორე დამავიწყდება. ესე იგი, რას ვამბობდი, თამარ მეფის გასაჭირს როგორ მიხვდა, ხო? რატო ვერ შველოდა დავითი? დავით სოსლანი, ეგ უნდა გითხრათ, რატო უშველიდა ზაქარია მხარგრძელი და რატომ შეძლო, ხო და კიდე რატომ გახდა საჭირო, რომ პროფესია ჩამოეყალიბებინათ თამარ მეფის მამა. რო აი ნახე იყო პროფესიები და პირველად მეფეთა ისტორიაში ხდება ერთი პროფესია, ანუ კიდევ ახალი პროფესია წარმოიქმნება თამარ მეფის მამობილი. აი ესე ერქვა გიორგი მესამის გარდაცვალების მერე. წარმოგიდგენთ რაში დასჭირდებოდა ახლა იმ დროინდელ საზოგადოებას, რომ თამარ მეფის მამობილად დაეყენებინათ ვინმე კაცი რა. რატო? და ახლა იმიტომ რომ გეტყვით დაიშოკებით რა, მეც დავიშოკე მაგარი. ახლა რა ხდებოდა? როდესაც გიორგი მესამე გარდაიცვალა, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი პირები ახლა ვინც იყვნენ, ეს არიან ეკლესიის წინამძღვრები, ხო? მეუფეები და ეპისკოპოსი, პატრიარქი. პატრიარქზე რა მოგახსენოთ, გულამბერისეს, ნიკოლოზ გულამბერისეს სანამ ჩამოიყვანდა, რატო გახდა გულამბერისეს ჩამოყვანა და რა დაემართა მანამდელ პატრიარქს. ხო და მე მომივიდა ესეთი სურათი რა, ანუ გამახსენდა, ახლა შეიძლება ითქვას გამახსენდა, ან შეიძლება ვიღაცამ ფანტაზია და მე ვიგრძენი ეს. შემოდის ოთახში ეს კაცი, ვიღაცა აი ესეთი ჩაცმული კაცი და ძალადობს ჩემზე რა და ჩემზე ახლა მე წარმოვიდგინე რა, ვიხსენებ და
ეხლა თამარი კი იყო ძლიერი, მაგრამ როცა დაგესხმებიან თავს, შეიძლება ვერ იმასქნა, რა ქვია, ვერ დაიცვა თავით, ან მით უმეტეს ძლიერ მამაკაცზე, ხო, მაშინ მეომრები იყვნენ, მაგის დედავატირე, ისეთი 50 კილოიანი, მარტო ჯავშანი და ფარხმალი ჰქონდათ. ცხენზე ამხედრებული, ისეთი ხალხი იყო, რა, ეხლანდელი კაცები, რო უყურებ კაცებს, სად არიან მეთქი კაცები, ფიქრობ რა. ხო და ბიჭო, შემოდის ეს და ძალადობს. მერე კიდე მომენტალურად მახსენდება, რომ აი რაღაცას ურტყავ თავში და კვდება ეს ვიღაცა რა და ეხლა ვინ არის ეს აზი არა ვარ, აი ეხლა ამ დროში აზი არა ვარ, ჯერ ვინ არის. მაგრამ ვხედავ ესეთ მომენტს, რომ გავრბივარ და ისეთ მომენტში შევდივარ, მომენტს შევესწრები, რომ ინტიმური მომენტი აქვს ზაქარიას და რუსუდანს და მე აქედან გამოდივარ და გავრბივარ და ცხენით მივრბივარ, გესმით? და ცხენით რომ მივრბივარ, არ ვიცი იქ ეტყობა ხდება ესეთი მომენტი, რომ ვერ გაიგო ვიღაცამ რაღაც ისე სწრაფად მოხდა ეს, რომ წარმოუდგენელია თამარი, თამარს ეგრე არ გაუშვებდნენ და კი იზოლირებული ყავდა, ტყვე იყო თამარი, ჩვეულებრივი ტყვე. მეფე ერქვა, ხო? და ეხლა ისე უცბად ვერავინ ვერ გაიგო რა ხდება ეთყობა და მომდევს ეს ზაქარია მხარგრძელი. ზაქარია მხარგრძელი რომ მომდევს, ხო? როგორც ჩანს რუსუდანის დავალება იყო და აი აქ ხედავ ზაქარია მხარგრძელი იმ მომენტს როგორ უჭირს თამარს რა. აი აქ იგებს ზაქარია მხარგრძელი რა ხდება ვაფშე რა, საერთოდ რა ხდება. და ამის მერე გადაწყვიტა, ანუ ნახე რუსუდანი ხო ბლატნო ის იყო, ბლატაობდა რა, რუსუდანი არქაჯი იყო, ყველა დამონებული ყავდა რუსუდანს და სხვათა შორის ხელს უწყობდა ამ საკითხს, თამარის უკი ეკიდა რუსუდანს მაგრად. იცოდა რაც ხდებოდა თამართან, მაგრამ ეკიდა და ნახე რა შვება ზაქარია მხარგრძელს აქვს რუსუდანთან ბლატები, იმიტომ რომ რუსუდანი დამოკიდებულია ზაქარიაზე. ზაქარიას შეუძლია რუსუდანი მოაჯინოს თავის ადგილზე რა და ზაქარია მხარგრძელს თამარი კი არ სვავს თავის მცველად. ზაქარია მხარგრძელი რუსუდანს მოსთხოვს, რომ თამარის პირადი მცველი გახდეს. და რუსუდანი უარს ვერ ამბობს. უარს ვერ იტყვის, იმიტომ რომ ზაქარია მხარგრძელი მასთან არის, როგორ იცი, აი, რასაც ეუბნება ასრულებს რა, ეგ ცოტა სხვა საკითხი კიდე. ხო და ეს ხდება ზაქარია მხარგრძელი თამარის პირადი მცველი. განა იმიტომ რომ თამარმა მოიყვანა ის და დაისვა გვერდზე. არა, რომ თამარ დაინახა, რომ თამარს სჭირდება დაცვა რა. ამის მერე ხდება კიდე, ამის მერე შემოდის ის პროფესია, რომელსაც თამარის მამობილი ქვია და როცა ზაქარია არცალია, ის მამობილი არის პასუხისმგებელი თამარს. ზაქარია იცავს თამარს. აი ეს არის ყველაფერი რა. რატო ვერ იცავს დავითი თამარს? დავითი ხო ძლიერია ძალიან რა და აი როგორ გითხრათ რა, დავითი იყო ზეგავლენის ქვეშ. იმ ყვავყორნებისაც რა. აი ზაქარიას სხვანაირი სიძლიერე ჰქონდა. მაგასთან დაკავშირებით კიდე თამარისა და ზაქარიას ურთიერთობა იყო აი რასაც ვეფხისტყაოსანი აღწერს, ყველაფერს კარგად აღწერს რა. როგორი იყო იცი და რატო იყვნენ ეს ორი ძლიერი ერთად? რა აძლევდა ზაქარიას იმის სიძლიერეს, რომ დაეცვა. აი ზაქარიას ჰქონდა კოზირი. თუ ტუზი რა იცი კოზირი ქონდა, რა კოზირი ქონდა იცი? რუსუდანი მაგარი დამოკიდებული იყო ზაქარიაზე რა, რასაც ამბობდა სრულდებოდა, всё. აი ეს კოზირი ქონდა ზაქარიას. დავითს არ ქონდა ეს კოზირი. დავითი იყო რუსუდანი იყო ალქაჯი რა. აი კარგად არის ვეფხისტყაოსანი მაგრად არის დაწერილი და მიუხედავად იმისა, რომ ვეფხისტყაოსანი ბოლომდე არ მაქვს აკითხული და საერთოდ ესე ნაგლეჯ მაქვს აკითხული, გული მეხუთება მაგას რო ვკითხულობ, დედას ვიცავარ, სული მეხუთება ვეფხისტყაოსანს რო ვკითხულობ რა და
რა ხდება ეხა? აი, ზუსტად ეგრე ხდება, რომ ზაქარია მხარგრძელი თამარ მეფის მცველი ხდება და თამარ მეფეს იხსნის ამ ყვალყორნების ძალადობისგან რა. ამის მერე უკვე თამარ მეფეს ხელს ვეღარავინ ვერ ადებს. და თამარ მეფე ხა ფეხზე ეკიდათ ბიჭო, ძაღლს ეკითხებიან იქ რომელი ღმერთის მართლმადიდებლების თუ გრიგორიანელების ღმერთი უფრო ძლიერია, ძაღლს ეკითხებიან, ძაღლებს ეკითხებიან, მეფე ფეხზე კიდეთ იქ დგას მეფე. და წმინდანად შერაცხეს. რა წმინდანი ბიჭო, ვინ უყურებდა თამარს წმინდანად, ვაფშე ფეხზე ეკიდა ყველას. მისი სიტყვაც, მისი არსიც და სანამ ზაქარია მხარგრძელი არ უდგება მას მხარში რა. და ზაქარია მხარგრძელის კიდე რაღაცნაირი ტიპი იყო რა, აი იცი როგორი ხისტი ტიპი იყო, თან მაგრადევასებოდა ქალები. ხისტი იყო როგორც, ვერაფერს ვერ აი თვითონ რაც ქონდა თავში ის შანსი არ არის იმას, რომ რამე გადაგე ბირიებია ან რაღაცა გეთქვა და აგეხსნა, არა, აი ჯიუტი იყო მაგარი. ხო და როგორ გითხრათ ეხლა რა, აი წარმოგიდგენიათ, რომ თამარი ეგეთი წარმოგიდგენიათ, ხო არ წარმოგიდგენია, აი თამარი ატრიალებდა ყველას ეშინოდა, კი ყველას ეშინოდა. ყველას ეშინოდა თამარის. ოღონდ არა ყვალყორნებს. აი დანარჩენ იმას რა ქვია, ვინც ებრძოდა თამარს ახლა მეზობელ ქვეყნებს, თამარის მართლა ყველას ეშინოდა, იმიტომ რომ თამარს ძალიან ძლიერი სიტყვის ძალაც ჰქონდა რა. და ეხლა მე კიდე კითხვა მაქვს, რომ ვაფშე თამარისა და ზაქარიას ქიმია რო გაიგოთ რა არის, უნდა იცოდეთ დუალური სულებისა და ტყუპის სულების ამბავი და ეს ზღაპრად მიაჩნია კაცობრიობას რა. აი ის მუხტი, რაც 1000-ში ერთხელი, აი შეიძლება 10,000 წელიწადში ერთხელ მოხდეს ის, რომ დუალური სულები და ტყუპის სულები ერთმანეთს შეხვდნენ. და თუ კი ისინი ერთმანეთს ხვდებიან, იმხელა ისინი წარმოიშობა იქ ენერგიები, რომ გაბწყინდება კი არა, საქართველოს რო გაბწყინდა, თამარის დამსახურება კი არ არის, რომ დაიბადნენ ეს ორი ერთად რომ მოხდნენ, იმის დამსახურებაა. გესმით? მანდ მესამე თვალი იხსნება, ორივეს ეხსნება მესამე თვალი. ერთმანეთის სიახლოვეში რო არიან. აქ იმხელა ენერგიები იხსნება, რომ აი ამ ქიმიას გრძნობს მთელი კილომეტრებით ხალხი რა. აი როგორ გითხრათ, ვერ აგიხსნით თუ არ გამოგიცდიათ ეს ამბავი რა. თუ გამოგიცდიათ, თქვენ მიხვდებით ახლა მე რას ვლაპარაკობ, რომ რა მოხდა მაშინ, რა ქიმიური ელემენტი ჩაირტომა, რა გააქტიურდა. რატო გაბწყინდა საქართველოს მაშინ? რა მიუხედავად იმისა, რომ თამარი ფეხზე ეკიდათ, ესეთი სუსტი იყო და რაღაცა, ხო? რა გააქტიურდა მაშინ? ამას ვცდილობ ხოლმე რომ აგიხსნათ რა. ერთ ლექციაში ვერ ჩავატევ, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ აგიხსნათ, აი დღეს რო ეს ლექცია მაქვს, ხვალ სხვანაირი ლექცია მაქვს, მაგრამ ესენი კი არ დავხტივარ. აი ეგრე უნდა მოყვე. სხვანაირად ვერ გაგაგებინებთ რა. აი ახლა დღეს მქონდა მაგალითად YouTube-ზე ლაივი. რა ლაივი იცი, კაცისა და ლილიტის ამბავი. კასია და ლილიტი ესეთი ანიმაციური ფილმი არის, ახლა სიყვარულის ამბავია, როგორც ლამაზმანის და ურჩხულის რა. აი ეგ ამბავი არის, ზუსტად ამას უნდა მივაბა რა და ნახე დღეს მოვყევი YouTube-ზე ის ამბავი. ეხლა გიყვებით თამარისა და ზაქარიას ამბავს. თქვენ თუ იმას მიხვდებით, ეხლა დააკავშირებდით ამასთან. გესმის? ის რომ მოგესმინათ, ვინც მოისმინა რა, პირდაპირ კავშირს გააბავდით ეხლა რასაც ყვები. რომ რა მოხდა ზაქარია და თამარი ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის. თამარს ჰქონდა ლილითის ელემენტები, ლილიტი იყო თამარი. ანუ რა არის ლილიტი? ლილიტი კიდე არის სიბრძნე. სიტყვის არში ჩასული ქალი. და ზაქარია კიდე არის, ზაქარია იყო ჩვეულებრივი დემონი. ანუ შეიძლება დემონი უწოდო რა ადამიანს, რომელიც იმ თვისებებით, რაც ზაქარიას ჰქონდა.
დემონისა და ურჩხულისა და ლამაზმანის ურთიერთობაა მანდ რა. აი ჩვეულებრივად ტრანსფორმირდება ორივე. ის გარდაიქმნება, ეს გარდაიქმნება ერთმანეთის სიახლოვეში. ოღონდ იქ არის ერთი რაღაც რა ცრემლი და ჩახუტება არის მნიშვნელოვანი. ზუსტად ეგ ხდება მაგ დროს, როდესაც ეს მომენტია, რომ რა ვიცი მე მოვკალი თუ არა, არ ვიცი ის ეპისკოპოსი, მოკლა თუ არა თამარმა ის ეპისკოპოსი, ვინც იყო, ვისაც ჩაარტყა თავში შანდალი. არ ვიცი, მაგრამ ეს მომენტი გამახსენდა მომენტალურად რა, რომ ესეთი რაღაც ხდება. და იქ აღმოჩნდებიან მე აი ამ დიდი იმის ნიადაგს თამარი გაარღვევს ჩარჩოს, პირდაპირ გაარღვევს იმ სივრცეს, რაშიც ჩაკეტილი იყო და რო გაარღვევს ამ სივრცეს, თავისი მეორე ნახევარის მისდევს, რა თქმა უნდა და იქ სივრცის გარეთ ხვდებიან ერთმანეთს. რა ხდება ამ დროს? ჩახუტება და ცრემლი. აი ეს ყველაფერი, ხო? აი დედას ვიცავა არ, მაგრა და აქვს სულიწმინდას აღწერილი ყველა ნაწარმოებში რა. და ამის ნიადაგზე იწყებს ორივე ტრანსფორმირებას. ორივეში იწყება უკვე ცვლილება სასწაულებრივი ტემპით. და მარტო მაშინ კი არ ხდება ეგ. ეხლა განსაკუთრებულად ისეთი დროა, რომ თითქმის ყველა ტყუპისული ერთმანეთს იცნობს. აი, ხვდებიან ერთმანეთს. იმიტომ არის ამ ხელა რეზონანსზე რო ავიდა შუმანის რეზონანსი. ერთი ტყუპისულის შეერთება, იცით რა მხელა სინათლეს წარმოქმნის სამყაროში. და ეხლა აერთებენ უამრავ ტყუპსულებს. აი, იმიტომ ავდივართ მაღალ სიხშირეებზე. 1000-ში ერთხელ რო 10,000 წელიწადში რო ერთი ტყუპისული შეხვდებოდა ერთმანეთს და ისიც რომელი რეინკარნაციაში ღმერთმა იცოდა. ეხლა აქ ამ დროში უკვე ალბათ ასობით ტყუპისულია შეერთებული რა და წარმოიდგინე ესე არის ნათქვამი რა, რომ როცა ერთ საუკუნეში ერთი ტყუპისული ხდება ერთმანეთს, იქ იწყება ძალიან დიდი ტრანსფორმაცია სამყაროში. წარმოიდგინე ხა 100 უკვე შეხვდა ერთმანეთს. ხო? რას ელოდებიან? აი, ყველა უნდა დაწყვეტდეს. ყველამ თავისი მეორე ნახევარი უნდა იპოვოს. ქრისტე რას ამბობს რა? თუ შენნაირთან არ წევხარო, არ იყოფსარეცელსო, ხო? მრუშობო. გაიგეთ რას ამბობს? აი, შენნაირი რა არის ახლა შენ? შენნაირი რა არის? შენ რო გგავს? არა. შენი მეორე ნახევარი. მეორე ნახევარი ეს პლუს მინუსები არიან რა, სულ ეს პლუს მინუსი. პლუსები ვერ არიან ერთმანეთთან კარგად და მინუსები ვერ არიან კარგად. პლუს მინუსი. კარგი, ცუდი, თეთრი, შავი. აი ეს არის მთელი ინი და იანის პოზიცია და თუ ინი და იანმა ტრიალი არ დაიწყო, ხო? ხო ამბობენ რომ აი რა კარგები არიან, ერთნაირები არიან. პლუსები არიან, ან მინუსები არიან. მინუსები არიან, სულ რო ჩხუბობენ ერთმანეთში, და გიჟებით, აუ, ეს ვიღაცა რო იტყვა, აუ, ეს ვინ არის, კაცო, ამათთან არ მივიყვან. ეგენი არიან მინუსები ერთად. პლუსები ერთად, იგივენაირად. მოკლედ, აი, როგორ აგიხსნათ ხოლმე ვერ ხვდები რა. როგორ მინდა რომ გაგაგებინოთ რაღაცეები, იცი და მე როგორ გული მწყდება ხოლმე, იცი რომ აი ზოგისგან წყევლა მოდი, ზოგისგან დაცინვა, ზოგისგან ნუ თუ დავიჯერო ადამიანებს არ აქვთ იმის სურვილი რომ ჩაეძიონ რა ვინა ვარ რეალურად. აი როგორ შეიძლება ადამიანმა მომისმინოს და თქვას ჩემზე რომ მე ან ამ პარტავნებაში ვარ, ან კიდე გიჟი ვარ. აი არ ვიცი, აი როგორ შეიძლება ეს ადამიანმა თქვას, როცა ადამიანს ვცდილობ რომ გავაგებინო ის რასაც ვაპარაკობ რა. მე რო გიჟი ვიყო ხალხო აქამდე საგიჟეთში ჩამკეტავდნენ რა. 5 წელია ვლაპარაკობ რა. და 10 კაცმა თუ გაიგო, 100 კაცმა თუ გაიგო, 4000 კაცმა თუ გაიგო,
ნუ თუ არ დააინტერესებს იმ ერთ ადამიანს, ვინც ჩემზე თიც გამოიშვეს და ცინის. ბიჭო, ვინ არის ესე? აბა, კომენტარებში მაინც გადავხედო ხალხს, რომ ნახე ამ ხალხს უგებს ხალხი, ანუ ნახე, მიმდევრები, მე მაგას მიეწერე, მიმდევრებიც გაუჩენია, სექტად შეუქმნია. იმის მაგივრად რომ ჩაიკითხოს და რას ვსაუბრობთ, რას ვწერთ, გაგვიგოს. არა. აი, უნდა მოაწეროს ადვილია ეგსა და იმიტომ. გაიადვილებს საქმეს, რა ხვალ სამსახურშია წასასვლელი. სადა აქ ახლა მაგის დროს იმ ვიღაცას რომ აი ჩაეჯიოს ამაში და უცბად ნერვებზე მოშალა იმ საკითხმა რომ მე უწოდე ჩემთავს თამარ მეფე და მომაწერა იქ კომენტარი ოი ჩემს მეგობრებში მყოლია თურმე თამარ მეფე და ჩვენ სად ვეძებთ მის აკლდამასო აი 20-ში მივდივართ თამარ მეფის აკლდამასთან აღარ გინდათ ზებნა ხალხო ვიპოვეთ გაიხსნება თამარ მეფის აკლდამა და გამოჩნდება გენეტიკურად გამოჩნდება რეალურად მართლა ვარ თუ არა იმის რეინკარნაცია ახლა გენეტიკურად თუ არ ემთხვევა არ ვარ და თუ ემთხვევა ვარ გესმით ახლა რა შეასაქმე სხვათა შორის ახლა თამარ მეფის აკლდამის პოვნა კიდე რატო არის ციცით საინტერესო მე ქალბატონს ვესაუბრე ბაგრატოვანთა იმას იკვლევს გენეტიკას რა და ხომერიქს ქალბატონ ხომერიქს ვესაუბრე მანანა ხომერიქს და იცი რა მითხრა რომ თამარ მეფის მერეო გენეტიკა სრულიად ირღვევაო ბაგრატიონებისო და თქვენ რომც იყოთო ბაგრატიონთა გენიო ვერ გავიგებთო თუ თამარ მეფემდე ბაგრატიონი ხართო იმიტომ რომ თამარ მეფის მერე სოსლანიო ვინ იყო რა იყო არ ვიცითო რა საერთოდო და მისი შვილებიო სოსლანის გენეტიკით მოდიანო თამარ მეფის გენეტიკაო არის თამარ მეფესთანო და თამარ მეფის აკლდამა თუ გაიხსნა ვიპოვითო მის გენეტიკასო თორე ეხლა არ ვიცითო ჩვენ თამარ მეფემდე ბაგრატიონთა გენეტიკური კოდიო არ ვიცითო როგორ გამოიყურებოდაო გესმის აზრი არა აქვს შე რომ გააკეთო ეხლა გენეტიკური გამოკვლევაო დნმ-ის გამოკვლევა მაინც ვერ გავიგებთ ვერაფერსო თუ თამარ მეფემდე ბაგრატიონი იყავიო რა ნასრა ხო თამარ მეფემდე იყო მე-8 საუკუნეში. ხო და მე ნასრას ძევარ და მოკლედ ერთი სიტყვით ჩვენ თამარ მეფის აკლდამა ესეც თუ ისეც აპოვნელი გვაქვს რომ გავიგოთ ბაგრატიონთა კოდი, გენეტიკის კოდი, რეალური კოდი რა არის. რა საინტერესოა ველოდები 4 რიცხვს. ლორენა 20 რიცხვში არ გაიხსნება, იქ მივალთ ჩვენ და ხალხი მივალთ იქ და ნუ ვილაპარაკეთ ახლა ვინ მოგცემს ეგრე ადგე და თქვა თამარ მეფე ვარო და იქ აკლდამაში ჩასვლის უფლება მოგცენ ეგეთი რაღაცეები ძალიან რთულია ხალხო იმიტომ ვუძახდი ხალხს რომ დავდგეთ მეთქი ერთად არ გაინტერესებთ ნუ თუ თამარ მეფის აკლდამის გახსნა მაგრამ გიჟეთ ჩათვალა ახლა ხალხმა რა ვიცი გიჟეთ ჩათვლის ახლა 800 წელი არ გამოჩენილა თამარ მეფის აკლდამა და ეხლა ვიპოვითო ალბათ იფიქრა რა და ბიჭო, ნახე როგორი მეტგადაწურული ხალხია. ერთ პატარა ნატამას არ იტოვებს იმედს, რომ იქნებ რა არის, მართლა რას ვლაპარაკობ, იქნებ მართლა არის და მართლა თუ არის, ყოი არის და თუ არ არის, კი არ არის და ეგ იქნება, არაფერს არ ვკარგავთ მაგით. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით მეგობრებო რა, იმიტომ მჭირდება თქვენი თანადგომა. განა იმიტომ გეუბნებით, რომ მე მეფე ვარ და გამამეფეთ. საერთოდ არ მჭირდება ეს მეფობა. დედას ვიცავარ მე რომ აი თუნდაც ის მეხსიერება რომ ამომიტივტივ და რას ნიშნავს მეფობა გული შემიწუხდა რა გულის შემაწუხებელია მეფობა არავისგან არ ვითხოვ რომ მეფე მიწოდეთ მეთქი და მეფესავით მომეკეზით მე მაინტერესებს აი ეს ფენომენები მაინტერესებს და რატომ ჭირდება თქვენი მხარში დგომა იცი გავიგოთ ბოლოს და ბოლოს რეალურად მართლა ეგრეა თამარის აკლდამა ხო ვიცით სადაც მივიდეთ გავხსნათ ნუ თუ არ გაინტერესებთ მართლა გიჟი ვარ თუ არა თუ ან მართლა გიჟი ვარ თუ არა რაში უნდა გაინტერესებდეთ ნუ თუ არ გაინტერესებთ მართლა არის იქ თამარ მეფის აკლდამა თუ არა ჰა აი დავიჯერო რომ 50000 კაცმა ნახა სულ მინიმუმ რა არც ერთი არ გამომეხმაურა და მე იცით რა მითხრა ქალბატონმა მანანა ხომერიკმა იცი რაო ესეო არავინ არ დაგიჯერებსო უნდა ადგეო და მიხვიდეო მეცნიერებთანო მაგალითადო სახელი და გვარი მითხრა შეიტანო განცხადებაო და დაწერო იქნებ ესეო და ისეო ამ გზით უნდა წახვიდეო და
ბიჭო, გავაკეთებ მეთქი კი უთხარი ამ ხალხს, მაგრამ აი შინაგანი არ მიშვებს რა, აი რაღაცა ძალა მეუბნო, ეს არ არის ის გზა, რითიც უნდა მიხვიდე თამარ მეფის აკლდამასთან. ანუ ამ გზით არ უნდა მიხვიდე, ისევე როგორც შინაგანმა მითხრა მე, ადექი და წადი ილიასთან. ავდექი წავედი ილია მეორის კართან, დავდექი და იქ ყველაფერი თვალნათი დამანახა, რომ იქ ქრისტე არ არის რა. და რა მითხრეს იცი? ეგრე არ არისო რა ჩვენთან მიღებაო. უნდა აიღო, განცხადება უნდა დაწერო, შეიტანო და მერეო განვიხილავდე ჩვენ ამ საკითხს და იცი რა მეთქი? ბიჭო, მე ქრისტიანები მეგონეთ თქო რა ვეუბნები. ქრისტესო რომ მიხვიდე მეთქი, განცხადებები უნდა წერო მეთქი. ანუ ქრისტიანული გზით დავყავარ ღმერთს, შინაგანს რა და მე ახლა რომ მივიდე იქ ვიღაცა პროფესორთან და ესე უთხრა და ისე უთხრა და განცხადება დავწერო, აი გეუბნები რა, ეგ რო იყოს გზა, აქამდე უკვე გამაკეთებინებ და მამაზეციერი მაგას რა. მაგრამ როგორც ჩანს ეგ არ არის გზა. აი ეგრე არ უნდა მივიდეს. თამარ მეფის აკლდამა მაგზით არ გაიხსნება. სხვა გზით იხსნება თამარ მეფის აკლდამა. აი როგორი გზით იხსნება, მე ჯერ კიდე ძიებაში ვარ რა. როგორი გზით იხსნება თამარ მეფის აკლდამა. მე ერთი ვიცი, შინაგანად ვგრძნობდი, რომ ხალხმა უნდა გახსნას თამარ მეფის აკლდამა და არა ვიღაცა პროფესორმა და ან პრეზიდენტმა და ან კიდე პატრიარქმა. არა. ხალხმა უნდა გახსნას თამარ მეფის აკლდამა. თამართან ერთად. აი ეგ მომივიდა მე ინფორმაციულად, რომ ეგრე უნდა მოხდეს და ამიტომ არ მიწყობს ღმერთი ხელს იმაში, რომ წავიდე იქ ის დავწერე. რომ შემიძლია როგორ არის განცხადების დაწერა არ შემიძლია? აი როგორ არ შემიძლია, მაგრამ არა, ეგ არ არის გზაო. ამაზე საოცარი რამ როგორ არ უნდა აინტერესებდეს ადამიანს, მე სულ მიზიდავს ძველი ეპოქა, მაინტერესებს. ძალიან მიზიდავს კი არა და ბიჭო, აი მე როგორ გზითაც მოვედი ამ საკითხთან, ხო? თქვენ რო იცოდეთ მართლა რო დაგაინტერესოთ და მართლა კითხვები რო დამისვათ რა. აი შინაგანად რო გაგიჩნდეთ ეგ კითხვები რო სერიოზულად რო მიიღოთ ეს საკითხი და აი როგორც აი ინტერვიუზე რო სვავენ ხალხს და აი რო ეკითხებიან, აბა როგორ მოხდა, როგორ ჩაგარტყეს თავში, როგორ აი მაგალითად რო შეეცოდებათ ხოლმე და აბა როგორ შემოგივარდნენ და როგორ გცემეს, აი რაღაცა რომ მოხდება. ეგრე რომ დამკითხოთ მე, ხო? იცით რა ტანჯული გზით მოვედი მე აქამდე, რომ ბიჭო, აი როგორ მეუბნება თან მეჩალიჩება ეს განგება, რომ მიდი, მიაქციე ყურადღება, ამას მიაქციე ყურადღება. და მე აქეთ ცალკე რომ ვეჯიუტები, რომ გამანებეთავი დავიღალე ამ თემით, აღარ მინდა. და მაინც რომ მე იმას მოაგზავნის და აი როგორ წვალობენ ზეციდან იცი, რომ მაინც გამაკეთებინონ ეგ საქმე. ლალი მეუბნება გიჟის არაფერი კითხობა რა საინტერესო ადამიანის სულიერი სამყარო. ძალიან საინტერესოა რა. აი ძალიან საინტერესოა და გეუბნებით რა, რომ აი დედას ვიცავარ, კლდე უნდა გავტეხო რა. კლდეს რა ტეხავს? სიტყვა. აი მე თუ მონოტონურად არ ვილაპარაკე ამ საკითხზე, ჩემს გარდა არავინ არ ილაპარაკებს ამ საკითხზე, არავის არ ექნება ეს ენერგია. არავინ არ არის ამ მისით მოსული. ეს ენერგია, რასაც მე ღმერთი მახარჯვინებს ამ საკითხზე, დედას ვიცავარ, აი არავინ არ არის ამ მისით მოსული, ვერავინ ვერ შეძლებს. ჩაიქოლება, განადგურდება, მე იმ ხელად ბრძოლები მაქვს გადატანილი, მარტო ამ სოციალურ სფეროში, არა მხოლოდ ფიზიკურ სფეროშიც. ხალხთან, ვინ ხალხი აღარ გავიცანი, დედას ვიცავარ, ერთი ივანიშვილი არ გავიცანი, მე მგონი ყველა გავიცანი მანამ. და აი მე გეუბნებით რა, რომ თქვენ რომ მართლა გაინტერესებდეთ მე რას ვაკეთებ, ხო? და რომ ჩამეკითხოთ, მე გეტყვით, რომ მაგარი ცოდოა რა მარტო ამ გზაზე რა. თქვენ თუ არ დამიდგებით მე მხარში, მე რა უნდა გავაკეთო მარტო რა, აი ვერაფერს ვერ გავაკეთებ. თამარ მეფეც რო ამბობენ, რომ აი თამარ მეფეს უძახი და რა უნდა გავაკეთო? აჰა მე თქვი მოვედი აგერ თქვენს წინაშე ვდგავარ და რო არ გჯერათ. აი რა უნდა გავაკეთო მითხარით? რანაირად გელაპარაკოთ, რომ დამიჯეროთ? ამას გეუბნებით,
ვერ ეძიებით, ვერ იკვლევთ. იმას გეუბნებით, ვერ იკვლევთ. მარტო ესე რომ აქედან ვისაუბროთ ესე და შენ ის გეგონოს რომ მე გიჟი ვარ და მე აქეთ გეუბნებოდე რომ არა გინდა თუ არა ესეა თქო, ეგრე რამე გამოვა? ხო არაფერი გამოვა რა. ჩვენ ხო ერთად უნდა ვეცადოთ რომ ბიჭო, შენ მე დამიმტკიცო რომ გიჟი ვარ რა. და მე შენ დაგიმტკიცო რომ თამარი ვარ. როგორ დავუმტკიცოთ ერთმანეთს? ქმედებით და როგორი ქმედებით? აი მაგალითად გეუბნებით, ბიჭო, აი აქ წავიდეთ და მივიდეთ. იქ არის ჩემი ძველი კაბა, ვთქვათ. ხო? წამომყევი რა. წამომყევი. რატო უნდა წამომყო იცი? აი იქ რომ მივალ მე, იქ გასაღები ეგრე კი არ მოგცემენ შენ. იქ პატრონი ყავს იმ ეკლესიას, სადაც უნდა შეხვიდე და იქიდან მე უნდა ჩახვიდე. ამდენ მე რომ მივიდე მარტო 7 კაცით. შეიძლება კიდე რაღაც მოხდეს. მარტო მე რომ მივიდე. მიტყვის შენ გიჟი ხო არა ხარ რა თამა, აბა დამიმტკიცე თუ თამარი ხარ. იქ ვინ ჩაგიშვებს შენ? მარტო რომ მიხვიდე. და შენ რომ მიხვიდე 50000 კაცით, არ იფიქრებს რომ აქ რაღაცა ხდება მართლა რა. აქ ძალას აქვს საქმე. და მოდი ვნახოთ მართლა, აბა ვნახოთ, გასაღები, აჰა გასაღები მოგცემ გასაღებს. ხო არ შევტეხავ იმ ეკლესიას არა? თან მით უმეტეს საპატრიარქოს აქვს მაგით ჩაბარებული და მე შემომთავაზეს ისიც რომ ჩვენ მოგიგვარებთ საქმეს, შეგიყვანთ შიოსთან, ოღონდ შენ უნდა მოგვიწერო ხელი. რაზე უნდა მოგიწეროთ ხელი მეთქი? ისე ვერ არ გინდათ, ისე არ გაინტერესებს. უნდა მოვუწერო ხელი იმაზე, რომ მე ვხდები იმის და იმის წევრი და არ მინდა ეს წევრობა, არავის წევრობა რა. კაცო, მე ვარ ის ვინცა ვარ, ხო? შენ გაინტერესებს, რომ მართლა გაინტერესებს ისაკითხი, რომ მე თამარ მეფის აკლდამასთან მიმყავ ხარ? მაშინ რა წევრობას მთხოვ? რა ხელის მოწერებს მთხოვ საერთოდ? არ მინდა ხელის მოწერა. მაშინ საერთოდ მისჩევნი არაფერი არ გავხსნა. გესმის? და აგერ ჩემ სახლში იყვნენ მოსული. აქ აი იმ ხალხის წინაშე ვინც მოდის ახლა 7 კაცი იმ ხალხის წინაშე შემომთავაზეს მე წევრობა. და მე რო წევრობა მინდოდეს ვინმეს ის კაცო ნებისმიერ შეუერთდებოდი ნებისმიერს. აგერ ივანიშვილს შეუერთდებოდი ბოლოს რა. მაგრამ არ მინდა ეს წევრობა. არავის წევრობა. არავის და ხელშეკრულება არ მინდა. მე მინდა რომ ეგ არ არის გზა. არ არის გზა. არც მეცნიერთა სამყაროში არის გზა რომ მივიდე და იქ განცხადებები ვწერო და იმად ვემათხოვრო რომ წამომყევით მეთქი გამახსნევინეთ თამარ მეფის აკლდამა. არავის არ უნდა ვემათხოვრო მე. იცით ვის უნდა ვემათხოვრო? ხალხს. იმიტომ რომ რეალურ ძალას მე ხალხს ვცემ პატივს. მარტო ამაში ვცემ ხალხს პატივს, რომ რა მისიითაც მოვედი, ის მისია უნდა შევასრულო. რა მითხრა შემაშინაგანმა ხალხმა უნდა მიგიყვანოს იქ, ხო? და ხალხმა რომ მიმიყვანოს, ხალხს ხო უნდა გავაგებინო. და სანამ ხალხს გავაგებინებ, მანამდე ჩაქოლვა მიწევს. აგერ ხედავთ რამდენი მტერი მყავს, ხო? და მე მარტო ვიმკლავდები ამ მტერს და მადლობა კიდევ სოფოს, ნინოს, თეას, ყველას ვინც მეხმარება სიდონებს, რომ მიდგანან მხარში ეს ხალხი რა. მორალურად. ამხელა მასას გაუმკლავდე. მარტო 1500 კაცის წყევლას ენერგეტიკულად გაუმკლავდე. თქვენ ადვილი გონიათ ხალხო? 1500 კაცი რო დაგწყევლის. თან როგორები იცი ქაჯები, ბიჭო, ქაჯები რო დაგწყევლიან. თქვენ მოკვდებოდით. ჩემს ადგილზე რო იყოთ, თქვენ უკვე მკვდრები იდებოდით რა. კი, ლორენა, ამ ცხოვრებაში უფრო რთულ გზას გავდივარ, ვიდრე წინა ცხოვრებაში რა. მაგრამ არა, მაშინაც ძალიან რთული ცხოვრება იყო და ეხლაც რთულ ცხოვრებას ეხლა როგორც მაშინ დავითი რომ ედგა გვერდში, ზაქარია რომ ედგა გვერდში, ეხლა მე
ზაქარია არ მიდგას გვერდში. დავითი მიდგას გვერდში. დავითი არის ჩემი ყველაზე დიდი ძალა ეხლა. ყველაზე დიდი მფარველი ჩემი. ზაქარია მხარგრძელი არ ვიცი ახლა რა ვიცი, აი ის სხვა ვითარებაშია და რანაირად დამიდგება ახლა მე გვერდში ვერ დამიდგება რა, ახლა სხვა დრო. ახლა არის სხვა დრო. გულზე დამაწვა ახლა აი რაღაცა. ხო და ახლა რომ სხვა დრო არის, მე ვერ მომთხოვ ზაქარია მხარგრძელს რომ დამეხმარე მეთქი რა. მე მითხდება რომ უთხრა მაგას ეგეთი რაღაც. თუ თვითონ მიხვდება, მაგრამ მე ვერ ვეთქვი მაგას. რა ვქნა, აი ვერ ვეთქვი. შეიძლება ამ ცხოვრებაშიც ეგრე უნდა მოხდეს, რომ თვითონ უნდა მიხვდეს და თვითონ უნდა შემომიერთდეს და მერე მოხდება ამის გახსნა. არ ვიცი. ესიც ვიცი, ის ვიცი, რომ წინა ცხოვრებაში ეგრე იყო, როდესაც იმან გააცნობიერა, რომ რა დახმარება მჭირდება მერე ხდები ძლიერი. თვითონაც მერე ძლიერი ხდება, მაგრამ მე როგორც მაშინ ახლა უძლური ვარ. როგორც მაშინ ახლა ვარ უძლური. ლაპარაკობ, ახლა არავინ არ მიშლის სიტყვას, საუბრობ, მაგრამ ქოლავენ. აი, დამცინიან, მესვრიან ქვებს. იგივე არ არის. მაშინ არ მალაპარაკებდნენ, ახლა ვლაპარაკობ, მაგრამ რა თქმა რომ ლაპარაკობ. ხო და რა ვთქვა, ახლა აი როგორ აგიხსნათ კიდე აი მჯო. თუ ზღაპარია, გავიგებთ მაგასაც, რომ ზღაპარია და რაღაც ილუზიაში ვიყავით. რა უნდა მაგას, რომ აი რა უდგას წინ, მე ვერ ხვდები მაინც ხალხთან, ხალხის მდგონებაში ვერ ხვდები რა უდგას წინ იმას, რომ აი ინტერესი გაჩნდეს და თქვას, რომ ბიჭო, იქნება მართალს საუბრობს ეს გოგო და ხელი და რატო გაუშვათ ეს შანსი საუკუნის მოვლენაა რა. რატო გაუშვათ ხელიდან? შეგიძლია, აი ნებისმიერი თქვენგანი ხო ვისაც ვინც მიყურებს, შეუძლია გახდეს სასწაულის მომსწრე. მცდელობად მაინც ღირს. ცდაბედის მონახევრია ხო? კარგი ვთქვათ, აი გვერდზე დამიდექი და აღმოჩნდა ტყუილეს ყველაფერი. მე თქვენ ხო არ შეგწხვებათ, მე შემწხვება. თქვენ ხო არ თქვენ თავზე ხო არ აიღებთ მაგას არა? თქვენ უბრალოდ იტყვით რომ გამომყევით მე, იმიტომ რომ აი რაღაცნაირად შეგეცოდეთ ამ გზაზე რომ აი მარტო ვერ ვაკეთებდი და დამეხმარეთ თქვათ, ხო? და მოხვედით ჩემთან. თქვენ არავინ არ დაგცინებთ. თუ ვინმე დამცინებს, მე დამცინებს ისე. თუ ეს აღმოჩნდა არასწორი რა და რაღაცა ილუზია, ან შეცდომა, ან არამართალი, ხო? რა მოხდა მერე? არც ეგ არ არის ჩასაქოლი, რა მოხდა? რომ ვთქვათ არ აღმოჩნდეს მართალი, რომ მე ვიყო თამარ მეფის რეინკარნაცია. რა მოხდა? მერე რამე მოხდა ცუდია აქ. სამაგიეროდ ხო ვიპოვით თამარ მეფის აკლდამას. თამარი წერს ერთი წუთი, თამარ კლდე უდრის 11 + 12 + 4 + 5 უდრის 23 + 9 უდრის 32. 32 მეცნობა. განბანილი. თამ უდრის 9 + 1 + 13 უდრის 23. 23 არის მთა. მთა არის 23, 32 კლდე. თამ არის, მთა არის, 23 არის, 32 არის. მთა კლდის სარკისებურია, მთა გასაჭრელია. მთა გასაჭრელია, ხო, კლდე არის გასატეხი, იმიტომ ვამბობ, რომ 5 წელია ყოველდღიურად ხა გადავხედე YouTube-ს და იმდენი ვიდეოა, რომ მარტო მე დამეზარა ჩასკროლვა რა და ხალხს არ დაეზარება, წარმოიდგინე და ყოველდღიურად ვსაუბრობ. კლდე თითქმის გაბზარულია რა და აი ხა გულზე მაწვება, აი აქ ის იხსნება ეს მეოთხე ჩაკრა გული. თამარ გახსოვს ხო შენ ჩვენ შორის ამხელა უნთახმობა შემოიტანა ბოროტმა ძალამ.
ერთი პერიოდი მე და თამარ გაგაძემ კინაღამ გადაგვამტერა ერთმანეთს ბოროტმა ძალამ, მაგრამ სიყვარული იმარჯვებს. მთა-კლის სარკისებურია, მთა გასაჭრელია. მთა უარე, მთას უარეო, მარი მეუბნებოდა მაგას, რომ მთას უარეო რა. მთავარი არის, მთავარში, სიტყვა მთავარში არის მთავარე და რომელ მთას უნდა უაროთ, ხო და აი იმ მთას, იცოდე? დამასწარი თქმაც და ბედის მონახევრიაო, ხო, სო? თონე ენთო ნოე, თონე ენთო. ზარი აზრი. ხო და ეხლა აი კიდე იმას როგორ მაწვალებენ რა. აი სუნოშიც ის სიმღერები რო გავაკეთეთ ძალიან საკრალური სიტყვებია და სუნომ ხან გადამიკეთა ეს სიტყვები, ხან დამიბლოკა და ეხლა 12 სიმღერა აქვს გაუჩინარებული, ვერ ვპოულობ. იქ არის წერია 74 სიმღერა მაქვს შექმნილი. 50-ს მიჩვენებს, 14-ს ვერ მიჩვენებს რა. და სად წაიღო ვეძებ ერთს? ის ორიონის ლას არია, ეგ სიმღერა მინდოდა დღეს ახლა ვიდეო გამეკეთებინა მაგას. არ მაჩვენებს ცოცხალი თავით. ბიჭო, სუნოშიც როგორ ბლოკავენ მაგის დედავადირე. YouTube-ზე იმდენი ვიდეო მაქვს, რას მიკეთებენ, იცი? ხო მემატებიან ეს აბონენტები რა. მერე იშლებიან ისევ. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა მექანიზმია ჩართული, რომ მიშლიან აბონენტებს რა, თორე აი ეხლა როგორ შეიძლება რომ დამემატოს ადამიანი და ისევ განმემატოს, აი როგორ აი არ ვიცი რა. Facebook-ზე 1500 ვიდეო რომ აქვს YouTube-ზე ატვირთული, Facebook-იდან მაქვს. ჯერ Facebook-ზე ვწერდი ლაივებს და მერე იქ ვიტვირთავდი. სულ ყველა ვიდეო ხო გამიქრეს. რამდენიმე ვიდეო არ გამიქრეს, მაგრამ სულ ყველა ვიდეო მაქვს გამქრალი. ბოლოს უკვე გავბრაზდი და მე თვითონ წავშალე ბოლო 5-10 ვიდეო. 1500 ვიდეო. ყველას არ უშლიან თურმე რა. მე მიშლიან იმიტომ რომ რაღაცაო არ მოსწონს Facebook-ს რა, ჩემი ისინი არ ეთანხმებაო ჩვენს Facebook-ს თუ არ მოეწონა, რაღაცა წვიტავს ისე როგორც უნდა თურმე რა და გადაწყვიტა ჩემთან რომ წამიშალოს ყველა ვიდეო. მე იმდენი კაცი უნდა მიცნობდეს ახლა, იმდენი კაცი აი ალგორითმის გამო, რომ არ მუშაობდეს რაღაცა საწინააღმდეგო მექანიზმი, ხო? მთელ საქართველოს ეცოდინებოდა უკვე ჩემს შესახებ რა. როგორც მაშინ დომინიკმა რო ატვირთა ვიდეო და 700,000 კაცმა ნახვა 20 დღეში. მაგრამ ეხლა არის მექანიზმი ჩართული. არ ვიცი რა საკეთებენ, ბლოკავენ, ხალხს არ აყურებინებენ. იწყებენ ყურებას, გადაახტუნებენ 2 წამში რაღაც სხვა ვიდეოზე. აწვალებენ და ბოლოს ეს ხალხი დაიღალა რა, ეხლა მართლა სულკალმახი ხო არ იქნება ყველა რა. სულკალმახია დინების საწინააღმდეგოდ რომ მიდის. ის ვინც სულკალმახები არიან, ჩალიჩობენ რომ ჩემი ვიდეოები აქ თუ იქ ნახონ და მოძებნონ, მაგრამ ვინც სულკალმახი არ არის, მიყვება დინებას და სულ არ აინტერესებს ახლა გადამაგდო ვიდეომ და მე რა ახლა ერთი მაგიჟის დედაც არ ვატირე, იტყვიან და всё. ხო და დავიღალე მეც რა. როგორ არ ვიცი როგორ ვუარო ამ თას, როგორ ვუარო, ვუარე და რა ვქნა. კიდე რა ვქნა არის. აი ახლა 20-ში მივდივარ და იქნებ რამე ვქნათ კიდე რა. არ ვიცი, აი კიდე როგორ გაგაგებინოთ რა. ეხლა მე რატო გადავირქვი, ეხლა თამარ მეფეზე სახელი. აი ეხლა უყურე ნახე მომივიდა იმპულსი. რო გააკეთე ეხლა ეს. რატო აქამდე არ დავირქვი, ხო? და რაღაცა ეხლა მივხვდი რაც მოხდა. ეხლა დავაკავშირე. აი მე მაშინ ისო ნახე იქ წავედი, დროში ხო დავტრიალდი, გამახსენდა რა, რომ აი ზაქარია რო ჩემს გვერდზე დგება. და მე მაგ დღეებში 2 დღე ვტიროდი, ანუ ვტიროდი რა, ეხლა ესე კი არა, ცრემლები მომდიოდა რა, ვიწმინდებოდი. ცრემლები მომდიოდა თავისით რა.
ეგენი რომ ახსენდებოდა აი ეგ სურათები, ემოციები და ისინი და მოკლედ ერთი სიტყვით ამ 2 დღის ტრანსფორმაციის მერე უკვე მოხდა ის, რომ აიხლა მომენტალურად გავაკეთე რა, რომ ეხლა დაირქვი, ეხლა არის მაგის დრო, всё, ეხლა არის მაგის დრო, სულ დაიკიდე ვინ რა სიტყვის. ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. აი ესეთი რაღაცა მომივიდა და გადავირქვი. ანუ დრო ჩქარდება უკვე რა, უახლოვდებით იმ დროს. გულზე მეცმაწვება, მოუთმენლობა, შეგრძნება მაქვს, რაღაც უნდა მოხდეს და დრო არ იცდის რა ვერ ხვდები, ხო? ხო, სოფ აი მეც მთელი დღე მაწვება გულზე რაღაც აი გული რო გაქაჩქარებული, რომ რაღაც ეხლა უნდა მოხდეს, რაღაცა უნდა გაიგო, აი კარგი რაღაც, თუ ცუდი რაღაც არ იცი, მაგრამ უნდა აი რაღაცა ხდება რა, რაღაც ხდება. გული დამიმძიმდა, ეხლა იხსნება ეს. გულზე დამაწვა, ჭვალვა მაქვს. როგორი მიბრძვიანი ცირო, აი წარმოიდგინე ვის რას უშავებ ეხლა, ხო, თქვათ ვარ გიჟი და ვარ, მაგრამ რაღაცნაირად ბიჭო, აგრესია, ეს ბოროტი ისე მოქმედებს, რომ აგრესიულს ხდის ამ ადამიანებს ჩემს მიმართ რა. ან რაღაც სისტემაა ისეთი, რომელიც ამ ადამიანებს ავალებს, რომ ესე აგრესიულები იყვნენ. ან კიდე რატო უჩდება ამ ხალხს ეს აგრესია, აი თქვენ წარმოიდგინეთ, რო ვიგინები, მაგის გამო კი არ უჩდება აგრესია ხალხს. აი სულ ძველი ვიდეოები რომ აქვს 5 წლის წინანდელი, ძალიან ისე ყველად რო ვლაპარაკობ. ბიჭო, აგრესია მოდიოდა მაშინ თუ მოდიოდა რა. ხო არა, არც ვიგინებოდი. არც ვილანძღებოდი, არც ვიწყევლებოდი, ძალიან საყვარლად ვლაპარაკობ, აი რო 5 წლის წინანდელი ისინი რომ იცი რა აგრესიული ხალხი იყო, რას ეხლა რა, აგრესია იმასთან შედარებით არაფერი არ არის. ან მე მივეჭვი ავიცერი თუ რა იყო, ან მაშინ მოდიოდა ხალხისგან აგრესია, არ რატო? არაფერს არ საუბრობ სულს. იმიტომ რომ ეგ მისია გაქვსო, ხო, მე მაქვს რთული მისია მაგის. იმიტომ გეუბნებით, მე სიტყვიერად არ ხსნიდი აკლდამას, იმიტომ რომ მეშინია მეთქი მაგის გახსნა, იმიტომ რომ მე დიდი პასუხისმგებლობა დამაწვება თქო რა და მაგრამ მაინც გაიხსნა სიტყვიერად, ბიჭო, რა მომივიდა ამ გულზე? რაღაც აკეთებს ახლა თუ რა ხდება? ხო და პირდაპირ ნემს მირჭავს აქ რა, მიუტრიალდეს უკან. მაგის დედაც. ხო და მოკლედ სიმართლეს ებრძვიან, ვერ ეგუება ეს ხალხი, რომ სხვა გამოფხიზლებულია და ისეთი თემებს ეხება თვითონ რომ არც დასიზმრებიათ, ხო? ეხა ძალიან სერიოზულ თემას ხსნი რა, ძალიან აი რეინკარნაციის თემას ხსნი ხალხო. ამას მთელი ყავყურნები ებრძვიან უკვე საუკუნეების მანძილზე რა. რომ ოღონდაც ხალხმა არ გაიგოს, რომ რეინკარნაციაა და თან მით უმეტეს მტკიცებულება თუ აი მე სად ვნახე რომ ეშინიათ მაგრად მაგათ იცი? აი ეს ხალი რომ წაუშალეს თამარს ბეთანიის ეკლესიაზე. უმნიშვნელო რაღაცებს რომ ლაპარაკობდე, თავს არავინ არ შეიწუხებდა ბეთანიის ეკლესიაზე, კიბეს არ მიიდგავდა იქ და არ წააშლევინებდა და ამხელა გაყალბებას არ გააკეთებდა თამარ მეფისას რა. აქ უკვე მივხვდი მაშინ 2 წლის წინ იყო ზუსტად ეგ, რომ რაღაცა ძალიან მაგარ სერიოზულ რაღაცა წიხლში ქუსლში ჩავაჭირე მაგათ რა. და უკვე მივხვდი რომ მაგათ მაგრად ეშინიათ. ვერაფერს ვერ მიშვებიან, ვერ დამიჭირეს, ვერ გამაქრეს, ვერაფერი ვერ მიქნეს და ბოლოს რა დაიწყეს? ჩემი ჩაქოლვა, აი ამ ცდილობდნენ რომ ესე იგი გიჟად გამოვიყვანე და მაინც ვერ მერევიან, მიუხედავად იმისა, რომ იმხელა თანხებს იხდიან ამ საკითხებში, ბოტებსა და ტროლების დაქირავებაში, ხო?
ვინ მოცლილი მოიცლის ჩემთვის და ისე ვინ დამიწერს კომენტარებს, ლანძღებს და იმებს. უბრალოდ ბოტები და ტროლები არიან. გადახდილი თანხით. და მაგიტომ მე აგრესიულობიან. ჩემთანაც ეგრეა და მივხვდი რომ კარმული პერიოდი მაშინვე უაქტიურდებათ, როცა კი მე შემეხებიან, ხო? უაქტიურდებათ, გეუბნები ისეთი მაგარი რაღაცები, ჩემ ცხვირწინ ხდება თვალწინ, რომ ეგრევე აი როგორც ცელი მოუსვა, ეგრე იცელებიან რა ეგენი. მე მემართებათ ამარ ნემსივით გულში ძალიან ხშირად თამარ და ეგ ჯადო მგონია ბუდეს თოჯინა. კი ეგრეა სოფო, თოჯინებს აკეთებენ. მე მომიყვა ერთმა ქალმა რა, რომ მე მაშინ მუშაობდიო დაცვაშიო რა და მაშინ გააცხადესო, რომ ვითომო რაღაცა დახმარებაო უნდოდათო უნარშეზღუდული ბავშვებისთვის, უпростоრედ უპატრონო სახლთა ბავშვებისთვის გადაეცათ თოჯინებიო და გამოაცხადეს მთელი საქართველოს მასშტაბითო, რომ თოჯინები მოგვიტანეთ ხელნაკეთი. ეს თოჯინებიო მიიტანესო ხელნაკეთიო და მე მივიტანეო ჩვეულებრივი თოჯინაო რა, პროდუცირებული, ფაბრიკულიო და მითხრეს რომ არაო, იგაო, არაო, ხელნაკეთი თოჯინა გვინდაო რა, ეგეთი არაო და გამომატანეს ეს თოჯინა უკან. და იქ მომუშავე პერსონალისგან გავიგეო, რომ ეს თოჯინებიო დღესაც იქ ერთ ოთახში ყავთ ჩაკეტილიო რა. რაში სჭირდებოდათ ეს ვუდუ თოჯინები? ხელნაკეთიო თან. ვუდუ თოჯინა, ხელნაკეთი თოჯინა. თუ ხელნაკეთი არ არის თოჯინა, იმას არაფერი არ მოსდის. აი რა ხდება და ვიზურჭობენ და რანაირად ნემსებს და რა ჯადოქრობებს აკეთებენ და რატო არის ეს საქართველოს მოსახლეობა დაშტერებული. რატო მიატანეს იმდენი ათასობით თელი ერთი დიდი ოთახია სავსეო რა. მაგ თოჯინებით ყრიაო, აი გავსებულიაო, გადავსებულია ოთახი. და სახელთა გვარებს ვერ მოიძიებდნენ, დააწერდნენ თითოეულს და შეუთქვავდნენ, რომ აი ეს გაჩუმდეს, ენა დაებას, დაეგდოს, ისქნეს და ესე ყავთ მარიონეტები. მერე საერთოდ ეკლესიის საძირკველში ჩააყრევინეს, ქვებზე დააწერინეს მეზობლების, ნათესავების სახელი და გვარები და საძირკველში ჩააყრევინეს. მაგია გააკეთებინეს ჩვეულებრივი ნეკრომაგია. თავისი ხელით ხალხს და უხაროდა ხალხს, თავისი ხელით იზამარებდა თავს და თავის ნათესავებს და თავის იმებს. მე სანი 20, სანი ბანი უნდა მოიხსნას. სანი არის 20. სანის ბანი უნდა მოიხსნას. სან პლუს ბანი გადასახდელია. სანბანი. საბანი არის გადასახდელი. ძილისაგან მოსახდელი, ჯაჭვი, გასაწყვეტია. ანბანის რაღაცაა გადასახდელი. ანბანის და საბანი იგივეა. მაგრამ ხო ვხდით ამ საბნებს რა და ბოლოს ახლა 101-ზე დავაჯინეთ პირდაპირ პირამიდის თავში დავჯექით. პირამიდის თავში 101 ქმნის ჯვარს, ზემოდან ქვემოთ და მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვნიდან მარცხნივ, ქვემოდან ზემოთ. 101 ესე იწერება. ანუ პირამიდის თავში ავედით, ნულოვან წერტილში გავედით, პირდაპირ ერთიანი ნულში გავაძვრინეთ და ნული კიდე ერთიანში გავაძვრინეთ. უბრალოდ კიდე რა უნდა გავაკეთოთ, მე ვერ ხვდები რა. მე მგონი ყველაფერი ანუ ასტრალში და მენტალში ყველაფერი გავხსენით. ფიზიკურში ცოტა იგვიანებს ახლა რა. რაც ილიაზე დავიწყე გაცხადება, ხო გახსოვს იმ დღიდან დაიწყო. ხო და ისინი იმაშვებიან. ხო. ერთია. რუსა რა არის ერთი, აბა მითხარი? ერთია გაერთიანება?
გაერთიანება. ია არის 10, არის 1, არა, 101, 111 არ არის. არის 10, 101, 10 და 1. გაერთიანება არის 101. იმიტომ დააჯდა ჯვარივით პირამიდას 101, გაერთიანება. ანუ რუსა, რა მაგარი ხარ. გაერთიანება გაგვიკეთებია ჩვენ მაგით. ანუ ის პირამიდა სოფო ჩვენ რო გავხსენით შენი წყალობით, თუ როგორ იყო აღარც მახსოვს. ის ფორმულა რო გავაკეთეთ, აი ეს. მოიცა განახოთ, ჩემო საყვარლებო. განახოთ, ეხლა ამას დაგიმალავთ, ამდენი ყველაფერი განახეთ და წავიდა. აი ეს. აი ეს არის პირდაპირ 101 დააჯდა შუაში ჯვრად. ნულოვან წერტილში ერთიანი გავაძვრინეთ და ანუ გაერთიანება გაგვიკეთებია რა, გავაერთიანეთ. მარილის ფორმულაო, იმიტომ. ხო, მარილის ფორმულა, მარილი ერთიანობის ფორმულა არის, იცით? მარილი არის ერთიანობის ფორმულა. ხედავ შენ რა გაგვიკეთებია? რუსო, ხედავ? მე ვიცი თვეების წინ რაღაცა ისეთი მოხდა, რომ ვიცი 1-1-1-ია გაერთიანება. ხო, ანუ ნახე როგორც შეიძლება ახსნა აქვს მაგას. 0 შეიძლება, ან 0 არის ისეთი ტრანსფორმატორი რა, ტრანსფორმაციული, ნებისმიერ ციფრად შეიძლება გადააქციო 0. გააქვს უფლება მაგის. ანუ ამ შემთხვევაში აქ შუაში რა ციფრი ჩაიწერება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. 0 შეუძლია 0-ს გადაიქცეს 2-ანად, 1-ანად, 9-ანად, 8-ანად და ასე შემდეგ. ანუ რეალურად 1-1-1-იც გაერთიანებაა კი. მაგრამ თავდაპირველი ნულოვანი წერტილის გაერთიანება 0-დან იწყება და იქ 101-იც 111-იც ეგ არის. აქ კიდე რაღაცა უნდა მეჩვენებინა თქვენთვის. იმას ვქმნიდი, რა ქვია, ორიონელების სიმღერაზე. ვქმნიდი კლიპისთვის სურათებს ვამზადებდი და აი ნახეთ რა. არა სურათი შევქმენი. მაგრამ ის სიმღერა არსად არ მაპოვნინა. რა უნდა გავაკეთო ახლა? 64 სიმღერა მაქვს და 50-ს მიჩვენებს. ვისთან ვიჩივლო არ ვიცი. ის ორიონის ლასარია. აი, ლასარია. ლასარია. რა მაგარი სიმღერაა და რატო არც ყველა სიმღერა ჩამოვტვირთე, მაგრამ როგორც ჩანს ეს გამორჩა. 11 უდრის 3-ს. სამი მზენი არიან, ონიც რაც და ჰელიოც. მაშ 3 ბააქაც ჩანს ორიონის ჰელიოც. ის ორიონის ლასარია. ორი მზის ლასარია. 2 მზის ლასის არია, ანუ ლილი. ლილითთან მივედით, სოფო. ორიონი. 2 ლი. ლი არის 2, ანუ ლი მზეც არის რა, მზეს სიმბოლო არის.
ორიონი კიდე, ანუ 2 ლი და 2 ლი არის ლილი. ანუ ლილით დავასვით ეგრე. ანუ ლილითი ორიონია რა. ის ორიონის ლასარია, ლასარია. ლას არიც არის და ლას სარიც არის. ლას არიც არის და ლა ზარიც არის. მოკლედ ორიონის ლას არის. ლას სარიც არის. ინ ანი სარიძე. ინი არის სარის ძე. ნასრაძე. ნასრაძეში ნასრა. სრა. სარიც ურევია კი. მოკლედ ჩემს გვარში არის სარი რა, რომელიც გავარტყა 0-ში, ეგრევე შუაში დავასვი. 10-იანში გავარტყი. აი, საიდან მოდის 10-იანი თურმე. აჰა, გასაგები, ხაც გავიგე. ბევრი რაღაცები იხსნება რა, მაგარი რაღაცები იხსნება. მეგობრებო, 2 საათი ხდება. აბა წავიდი, ახლა დავიჯინეთ, რომ ხვალ დილით. ხო, დილით ნავდგე. აუ, როგორ მიყვარს თქვენთან საუბარი ხოლმე. YouTube-ზე უფრო მაგრად შემიყვარდა ლაივები, იმიტომ რომ იქ რაღაცა სიწყნარე ესავით. ეხლა აქაც დღეს სიწყნარე იყო, კარგი აურა მოდის თქვენგან. ის არის. ის არის. არ გაუშვათ, ის არის, ხო, არა უკვე წავიდა ოსანი, ოსანი, ოსარანი, ოსანი. არა უკვე წავიდა მშვილდოსანი, ოსანი, ოსარანი, ოსარი, ოსარი, ოსარი. ანუ ოსარი წავიდა, გესმის, ოსარი. საინტერესოა. ოსანა არის თვით ქრისტეს სახელი. ოსანა არის სინათლის მომტანი, ოსარანი, ოსანი. შენ სარი ხარ, მე წვერი ვარო, სოფოს. ხო, ყველანი ერთიანი ვართ რა, ყველანი ერთი სურათის ნაწილები ვართ. მაგარი რაღაცები იხსნება ხალხო, არ ვიცი, ისეთი რაღაცები იხსნება, რომ და სხვათა შორის მერე წამოვიდა ეგ ისინი სოფ. მე რო დაგთაგე ხო იცი იმ ვიდეოზე, ანიმაციაზე, აი ზუსტად მაშინ ის რო გამახსენდა რა მოხდა მაშინ, რა მოხდა, როგორ გაერთიანდნენ ეს ორი, იმის მერე უკვე გამიცხადდა ეგ ალისი კი არა და ალინა და აშერი და ისა რა ქვია, ლილი და კაცი. მაგის მერე ეგ ვიდეოები ამომივარდა. იმდენი ვიდეო ვარ, რომ რაღა ეგენი ამომივარდა. და გარდა მაგისა, აუ რა, ხო, უნდა შეგახსენოთ, ეხლა როგორი ტიპი იყო ეხლა ზაქარია რა. ბიჭო, წავიკითხე, ცუდად გავხდი კინაღამ. ქართლის ცხოვრებაში ვკითხულობ. ზაქარიამ დაიპყრო, თამარის დაუკითხავად აწარმოა ომი. დავითმა და ზაქარიამ. ზაქარიამ გული კინაღამ წამივიდა, ესე წავიდა. კაცი გაატყავა და დროშასავით დაკიდა სარზე. აუ, მეთქი გული ეხლა ცუდად მეთქი. თქვენ წარმოგიდგენიათ, აი, ზუსტად ურჩხული და მზეთუნახავის პონტია რა, ის ძალიან ისეთი ლოცულობს და რაღაცა და ეს კიდე ხალხს ატყავებს და დროშას ალამივით კიდევს.
ვერ წარმომედგინა ეხლა რომ ეგეთი უნდა ყოფილიყო ზაქარია, მაგრამ აბა ბიჭო, ომში რომ გამოიზრდები, იქ იმდენი ხალხი გყავს მოკლული, რომ ეგ აღარაფერი არ არის ალბათ, რომ კანს გააცლი ადამიანს და გაატყავებ ადამიანს და იმის ტყავს მერე დაკიდებ სარზე და დროშასავით შედიხარ იმის, არ ვიცი რა, ეგ არის უკვე გამახსენდა ეს კასიასი რო ეუბნება იმას ლილის მე შეიძლება მკვლელი ვარო, მაგრამო ბოროტი არ ვარო. შენი დედავატი. აბა რა ხარ? ბოროტი. მე უამრავი ამომი ვარ და ეთყობა რომ მოგთაგე, თუ რა ვიცი რა, ანუ რასაც ყურადღებას აქცევ, მე ისინი გივარდება რა და გელა კი ჯაჭვი შეივსება გავნათდებით აუცილებლად ივსება. უკვე ის მარილის ფორმულა მაგარი რამე დავდეთ რა. ეს მარილის ფორმულა არის სასწაული. ეხლა ეძებ მაგას. აი ესეც არის კიდე მარილის ფორმულა. კიდე გინდათ ერთი რაღაც გაჩვენოთ? ერთი რაღაცა მომივიდა ეხლა რომ უნდა გაჩვენოთ და სურვილი გამიშთა რომ გაჩვენოთ. ის არის გასროლილია ლილიც გულში აქვს და გაერთიანება დაწყებულია. ხო? როგორ დააჯდა ახლა გაერთიანებას ნახე. ესენი იცით ვინ არიან? ესენი არიან ზაქარია და თამარი. ხო ერთმანეთს გვანან. მაგრად გვანან ერთმანეთს. აბა დააგვირდით კარგად. ახლა მე დავითს და თამარს გაჩვენებ და დავითი და თამარი არ გვანან ერთმანეთს რა. აი ნახეთ, ეხლა ეს ჩემი მეუღლეა. ჩემი მეუღლე დავითს ძალიან მაგრად გავს. მაგრამ დავითი და თამარი არ გვანან ერთმანეთს. აბა სოფო, გვამგვანებ ერთმანეთს მე და მარინე? გაინტერესებთ გიორგი მესამე? გიორგი მესამის განახოთ ვინ არის? უნდა განახოთ. გიორგი მესამე. ჩემი მამიკო. ჩემი მამიკო. საწავით არ მიწყენს იმედია. იმედია არ მიწყენს. აი, გვანან ერთმანეთს?
ეხლა იმასაც განახებთ. შოთა რუსთაველსაც. გიორგი რუსიც მყავდა, მაგრამ ეხლა ამ მობილურში არ არის და მე გაჩვენე. მარინუსი გავს, შენ ოდნავ სუსტი მრგვალი სახე გაქვს. ხო, მე ძალიან მომსგავსებ ერთმანეთს იმათ. აი ნახეთ. როგორი სახე მაქვს იცი? აი სხვადასხვანაირი ურჩანვარ ხოლმე, აი საერთოდ შეიძლება დღეს ესეთი მრგვალი სახე მიჩნდეს, ხვალ ძალიან ესეთი ჩაწვრილებული. მე თვითონაც ვერ გავიგე, რანაირად იცვლება ეს გარეგნობა ჩემთან. აი ნახეთ რა, მაგრად გვანან ერთმანეთს რა. ძალიან მაგრად გვანან ერთმანეთს. თვალებით. ესენი კი გვანანო, ამბობს სოფო. შოთა ერთ-ერთში არის, ერთ-ერთშია. კიდე ვინ? მოიცა ვინ ყავს კიდე აქ? ეხლა კიდე ერთი უნდა განავხოთ. ეს იცით ვინ არის? ეს იცით ვინ არის? მაშინაც დემნა ერქვა და ეხლაც დემნა ქვია. ხო მაგრა გვანან ერთმანეთს. ანუ აი აღიდგინა ამას თავის სახე რა. სასწაულები ხდება. ოსანი. ხო, სოფ მივხვდი. უბრალოდ გვიან მოდის ხოლმე შენი ნაწერები. ეს დემნა არაო, გავს და როგორ არ ვთქვაო.
კაი. წავედი ხა მე გოჭებო. ხმეთმა დაგიფაროთ კაცო რა გოჭებო. ბოშებო. ბაიებო. აუ როგორ მაინტერესებს 20-ში რა მოხდება, როგორ მაინტერესებს. მეუფეც მოდის. იქ ვნახავთ იმას, აუცილებლად ვნახავთ იქაურ მეუფეს. ხო, სოფ ჩვენი შოთა. შოთა ყველაზე ჭკვიანია დღევანდელ დღეობაში. ოღონდ ისეთი დრო არის, რომ საგიჟეთია რა, საგიჟეთია ამ დროებაში. სხვათა შორის მარიგებს ხოლმე რომ გაჩედიო და ნუ ლაპარაკობო. ისე ავიდეთო ჩვენო იქო მაღლაო. ყველანი ერთად წავიდეთო, ავიდეთ მოგით. რატო აკეთებ ეგეთ რაღაცებს, რომ მკითხა ერთხელ შოთამ რატო? ნუ შოთამ რა იმან ვინც ფიქრობ რომ არის. ხო და უთხარი რომ მე თქვი რასაც გული მკარნახობს იმას ვაკეთებ. ოცი ონი ცანი. 20 ონი ცანი. ოი სოფ რა კაია. ონი ცანი. აჰა. თან 21-ში, ანუ იცი რა არის? ბუნიაობას ეძახიან მე მგონი მაგას, ხო? ზონენვინტერვენდე. ყველაზე გრძელი დღე რო არის. წლის ყველაზე გრძელი დღე. ჭია კოკონობა, ხო? ჭია კოკონობა არ არის ეს დაერჩი. ვა, რა მაგარია. ველოდები ამ დღეს. კაი, კიდე 15 წუთი გავიდა. გავედი, წავედი, დავიძინე და აბა გაკოცეთ. იქიდან არ ვიცი მოვახერხებ, მექნება დრო, არ მექნება დრო, ლაივის შეწერას ვნახოთ რა. ვნახოთ, მაგრამ ვეცდები რომ ჩავწერო ლაივი. აბა გაკოცეთ. მანამდე მაინც კიდე ჩავწერ ხვალ ლაივს. ცილილებისა ყველას. კეთილი ძილი.